ყველამ ყველამ გავთიშოთ ძალიან გთხოვთ. ესე იგი და ვინც არ იქნება მომხსენებელი, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ ესე იგი დღევანდელ შეხვედრას. ეს შეხვედრა დაიგეგმა პროფესორ ოთარ ჟორდანიას სახელობის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის და აკადემიის პრეზიდიუმის ერთობლივი ყველამ გავთიშოთ, ვინც არ საუბრობთ და შესაბამისად, რადგანაც ჩვენ როცა ჩვენი აკადემია ჯერ ერთი მე მინდა დიდი სიამოვნებით და ესე იგი ძალიან დიდი აი ბედნიერებით აღვნიშნა რომ ჩვენს კონფერენციას ესწრება ნიქოზის და ცხინვალის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი მეუფე ისაია. ჩვენ მივესალმებით მას დიდი სიყვარულით, იმ სიყვარულის მიასედი ნაწილით, რომელსაც ის აბრქვევს სხვების მიმართ, რადგან ჩვენთვის სიყვარულიც ასევე მაქსიმუმია, მაგრამ თქვენ რომ გამოხატავთ, იმის მიასედი ალბათ ჩვენს გვაქვს და ჩვენ ესე იგი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენნაირი პიროვნება არსებობს. ჩვენ მეც მოგესალმებით ყველას, ბატონ ალექსანდრეს, პროფესორებს, მეცნიერებს და მადლობა მოწვევისთვის და დიდი სიამოვნებით დავესწრები მე ამ შეხვედრას. მადლობა. გაიხარეთ. როცა შეიქმნა ჩვენი აკადემია 2011 წელს, პროფესორ ოთარ ჟორდანიას და რამოდენიმე პროფესორის ძალისხმევით, იქვე იყო სურვილი ჩვენ მქონდა, რომ მას, ამ შემთხვევაში ის პრეზიდენტი იყო, რომ სხვა კლასიკურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორც იყო ისტორიის, თქვათ, მათემატიკის, ბიოლოგიის და შემდეგ, ყოფილიყო არქეოლოგიის ინსტიტუტი, ყოველ შემთხვევაში ეს მიმართულება და ამისათვის ბატონ ოთარმა ძალიან ბევრი ძალისხმევა გაიღო ერთ-ერთ ცნობილ არქეოლოგს, თხოვდა მაგი წლების განმავლობაში, რომ ჩავდგმობდა ამას სათავეში, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც სამწუხარო ისინი სოლიდარობას ბრჭყალებში უცხადებდნენ ერთ-ერთ არქეოლოგს, რომელიც ჟორდანიას და მე მებრძოდა, ეს პროფესორ ჯონი აფაკიძე. ამიტომ ჩვენთან ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა სულ ერთი თვის წინ აკადემიურ საბჭომ ისტორიის ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა პროფესორ ოთარ ჟორდანიას სახელობის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი დაინიშნა აკადემიკოსი ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პროფესორი მერი გაბიდავა და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ქალბატონი მერი, როგორც მას ჩვევია, დიდი რუდუნებით, ენთუზიაზმით ის ესე იგი მოწევნის იმ ესე იგი არქეოლოგებს, მით უმეტეს ჩვენ რამოდენიმე, ერთი ყოველ შემთხვევაში გვესწრება, ამ შემთხვევაში სოხუმელი, და ესე იგი ბერულავა და სხვები, რადგანაც აკადემიაში აუცილებელია რომ იყოს ესე იგი არქეოლოგი, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ესე იგი სოხუმში ეგრეთ წოდებული მეცნიერები თხრიან სოხუმის სანაპიროს, რომელსაც ერქვა ცხადია შოთა რუსთაველის სახელობის და მერე თავის დროზე ნახევარი გადაჭრეს და დაარქვეს იუა კოღონის. ნახევარი კი შოთა რუსთაველის იყო 93 წლამდე და მერე გასაგებია ესეც ამოიღეს. ამრიგად ჩვენ დღეს პირველი არის ფაქტიურად მოხსენება არქეოლოგიის კუთხით ჩვენს აკადემიაში, ფაქტიურად მე არ მახსოვს წლების განმავლობაში
რომ უშუალოდ არქეოლოგიაში ყოფილიყო, გითხარით მიზეზი და ჩვენ ძალიან ესე იგი ჩვენ დავპატიჟეთ სხვა არქეოლოგების ბატონი ნოდარის გარდა, მაგრამ ბატონ ნოდარია მარტო და მას მადლობა მობრძანებისათვის. ხოლო მოხსენებით არქეოლოგიური დიპლომატია გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ არქიტექტურის ნაკრძალის შესაძლებლობები მშვიდობის მშენებლობაში, ფსიქოლოგიის დოქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის არქეოლოგიის ამ შემთხვევაში დოქტორანტი პროფესორი ალექსანდრე რუსეცკი და ბატონი ალექსანდრე ალბათ საქართველოში ეჭვი არ მეპარება რომ გარკვეული წლების 2 თუ 3 თუ შეიძლება უფრო ადრე წლების განმავლობაში რომ დაიცავს ხარის არქეოლოგიაში ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება რომელსაც სამი ხარისხი ექნება. ბატონო საშა, გქობთ, ესე იგი 35 წუთი მერე უკვე ჩვენ კითხვები ბატონი ნოდარის ხვებისაც სურვილი ექნება აუსვამს კითხვა. გთხოვთ ბატონო ალექსანდრე. მოგესალმებით, პატივცემულო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მივესალმები მეუფე ესაიას, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ცხუნაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისთვის საერთოდ ეკლესიასთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთი საინტერესო და გავთიშოთ ხმა ძალიან გთხოვთ. ვინც არ ლაპარაკობს, გავთიშოთ ხმა. დიდებულ პიროვნებასთან, როგორიც არის მეუფე ესაია. ბატონო თემური, დიდი მადლობა, რომ თქვენ მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, თქვათ გაუწიეთ გენერალური ორგანიზება დღევანდელ უშუალოდ შეხვედრას. დიდი მადლობა ქალბატონ მერი გაბედავას, რომელმაც უშუალოდ მოახერხა ესე იგი მოკლე საკმაოდ დროში ამ შეხვედრის ორგანიზებას, ასევე ქალბატონ ხათუნა ამაღლობელს, რომელიც სამწუხაროდ არ ვიყოფება დღეს თბილისში და საქართველოში. ჩემი უშუალოდ მოხსენება ფაქტობრივად ინტერდისციპლინური ხასიათის არის და საერთოდ ის, რასაც მე სამეცნიერო სფეროში ვაკეთებ, ფაქტობრივად ხასიათდება აი ამ სხვადასხვა დისციპლინის ჩართულობით და ცოდნის ტრანსფერით ერთი დისციპლინიდან მეორე დისციპლინაში. ის რომ დაუშვათ ეს მესამე, ასე ვთქვათ, ნაშრომი არის, ფაქტობრივად მესამე დისერტაცია და მეოთხე მონოგრაფია მზადდება ფაქტობრივად. არის ასე ვთქვათ, შედეგი იმისი, რომ ისაც მე საზოგადოებრივი ჩემი მოღვაწეობით, ისაც ჩემი საექსპერტო მოღვაწეობით ვერ მოვახერხე სახელმწიფო კონფლიქტების და სამშვიდობო პროცესების ფაქტობრივად მართვაზე ზეგავლენის ქონა, მე დავიტოვე იმედი, რომ მეცნიერება დამეხმარებოდა და მაქვს ეს იმედი, რომ მომენახა ის მექანიზმები და ტექნოლოგიები, რომლითაც ის დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტები არა მხოლოდ მოგვარდება, არამედ მოხდება მათი პოზიტიური ტრანსფორმაცია და ამის თაობაზე მე დღეს ვისაუბრებ. ანუ სამივე დისერტაცია ფაქტობრივად ერთი და იგივე მიმართულებით არის, ანუ სამშვიდობო კვლევების კონტექსტს შეეხება, კონფლიქტების მართვას შეეხება და აი ამ სამივე დისერტაციის ფუძეთა ფუძე არის მეტაკოგნიტიური მართვის თეორია. ფაქტობრივად ხდება აი ამ თეორიის ჩამოყალიბება და აი ეს პლაცდარმები სამი მეცნიერების არის გამოყენებული ამ თეორიის ადაპტაციისათვის და აპრობაციისათვის. პირველი ფსიქოლოგიის მიმართულებით ეს შეეხო განათლების ფსიქოლოგიის თემას და რატომ? იმიტომ რომ კონფლიქტების მოუგვარებლობა და საერთოდ პრობლემების მოუგვარებლობა პირდაპირ კორელაციაში არის, პირდაპირ კავშირში იმასთან თუ ყავს თუ არა ყავს საზოგადოებას შესაბამისი რანგის პროფესიონალები, სპეციალისტები, ვიწრო სპეციალიზაციის წარმომადგენლები. ესე იგი, თუ განათლების სისტემა ასეთ სპეციალისტებს ამზადებს,
შესაბამისად განათლების სისტემა რეაგირებს იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არ ამზადებს ამ სპეციალისტებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კვალიფიკაციათა ჩარჩოში მაგალითად ქრება ესეთი მნიშვნელოვანი სპეციალობები და სპეციალიზაციები, როგორიც არის პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური ფილოსოფია და ასე შემდეგ, ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვას, რას აკეთებს განათლების ფაქტობრივად მენეჯმენტი, სახელმწიფო მენეჯმენტი და რამდენად არის მისი ქმედებები კორელაციაში და ადეკვატური საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციასთან, იმ საფრთხეებთან, რომელიც უშუალოდ ქვეყანას ემუქრება. ესე იგი, აი ამ პირველი ნაშრომის შედეგად მივიღეთ ჩვენ ის, რომ ფაქტობრივად გამოვაშკარავეთ ისეთი დიდი პრობლემატიკა, რომელიც არის სასწავლო პროფესიული დეპრივაცია და რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ანგრევს განათლების მთლიან სისტემას, იმიტომ რომ არა მხოლოდ ესე იგი განათლების სისტემა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, არამედ თვითონ ადამიანები, ვინც განათლების სისტემაში მიდიან სასწავლებლად, ხო? მიდიან არა გაცნობიერებლად, არამედ ესე გაუცნობიერებლად, ესე იგი და მონაცემებით, რაც დისერტაციამ დადოს, ბავშვებს სამ ქვეყანაში ჩატარდა კვლევები და სამი ქვეყანაში დაემთხვა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემატიკა, უკრაინაში და სომხეთშიც ჩატარდა იგივე კვლევები და იგივე სიტუაცია, 68.4% ფაქტობრივად სტუდენტების განიცდის სასწავლო პროფესიულ დეპრივაციას, ანუ არ სწავლობს იქ, სადაც უნდა რომ ისწავლოს. ესე იგი, ხედავთ, ხო, ესე იგი, არის ერთი რა უნდა ადამიანს და მეორე რა ჭირდება სისტემას, ხო, ესე იგი, არც ერთს და არც მეორეს განათლების სისტემა არ აკმაყოფილებს. ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ განათლების სისტემა იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და ამ კრიტიკული მდგომარეობის წარმოებული კრიზისი კიდე ვლინდება პოლიტიკურ კრიზისშიც, ეკონომიკურ კრიზისშიც და ასე შემდეგ. მეორე ფაქტობრივად ჩემი ნაშრომი შეეხებოდა აფხაზეთის უშუალოდ პოლიტიკურ კრიზისს და გამოიცა ორი ფაქტობრივად მონოგრაფია. პირველი ეს არის მეტაპოლიტოლოგიური არსენალი მშვიდობისათვის და მნიშვნელოვანი არის, რომ პირველად შემოვიდა ეს ცნება მეტაპოლიტოლოგია, რომელიც აერთიანებს, ესე იგი, სამეცნიერო და არასამეცნიერო ცოდნას ერთ სისტემაში. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მეცნიერება როგორც ასეთი დაინტერესებული არის და უნდა იყოს როგორც სამეცნიერო, ისე არასამეცნიერო ცოდნით. ესე იგი, თვითონ პოლიტოლოგიის სისტემა, კლასიკური პოლიტოლოგიის თავისი ინფრასტრუქტურით ეს არის ერთი, მეორე კიდე არის ფაქტობრივად ის, რაც არ არის მეცნიერება, მაგრამ საინტერესო არის მეცნიერებისათვის. ესე იგი, აი ამ სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემა, ეს არის მეტადიპლომატია და მეტადიპლომატიის კონცეფცია შეიქმნა იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების შეფასება, თუ რა რესურსებს ფლობს ფაქტობრივად ჩვენი უშუალოდ საზოგადოება დიპლომატიურ რესურსებს, რომელიც შეიძლება მან გამოიყენოს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისთვის. ესე იგი, წავიდა იმის დრო, როდესაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციები ზრუნავდნენ ფაქტობრივად და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროებს ეხებოდათ საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიური ურთიერთობები. სხვადასხვა სუბიექტები საერთაშორისო პოლიტიკაში ღებულობენ მოგეხსენებათ ფაქტობრივად აქტიურ მონაწილეობას და გამომდინარე აქედან არსებობს ქვემიმართულებები, ისეთი ქვემიმართულებები, როგორც არის მაგალითად კულტურის დიპლომატია, როგორც არის, ესე ვთქვათ, სამეცნიერო დიპლომატია, როგორც არის, ესე იგი, heritage, ანუ მემკვიდრეობის დიპლომატია, როგორც არის სხვა მიმართულებები დიპლომატიის და აი ამ დიპლომატიური მიმართულებების ერთ-ერთი ქვემიმართულება, როგორც ქვესისტემა ერთდროულად სამეცნიერო დიპლომატიის, საუნივერსიტეტო დიპლომატიის და კულტურული დიპლომატიის, ეს არის არქეოლოგიური ფაქტობრივად დიპლომატია. თვითონ ტერმინი არქეოლოგიური დიპლომატია არ არის პოპულარული და კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული არ არის საერთაშორისო უშუალოდ ლიტერატურაში, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ გენეზისზე, რომლითაც ჩვენ მივედით აი ამ ტერმინამდე და იმ პერსპექტივებზე, რომელსაც ესე იგი ეს ამ ტერმინის გამოყენება და ამ ტერმინის შევსება გარკვეული უშუალოდ შინაარსით და არსით შეიძლება რომ მოგვიტანოს გარკვეული და მეტად მნიშვნელოვანი დივიდენდები.
ხო, ესე იგი, შემდეგი რაუნდი, ანუ მესამე მონოგრაფია მეორე დისერტაციის, ესე ვთქვათ, შეეხებოდა უშუალოდ კოგნიტიურ პრობლემატიკას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, აი ის თუ როგორ ვაზროვნებთ ჩვენ, ის თუ ფაქტობრივად როგორ ვიქცევით, დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა ინფორმაციის მატარებლები ვართ, რა ღირებულებების მატარებლები ვართ. და ბუნებრივი არის, რომ ესე იგი, აი ამ ინფორმაციულ ნაკადებს, აი ამ ღირებულებებს ქმნის განათლების და აღდის სისტემა ისევ ისე, ხო? და სად არის ესე იგი, საიდან ღებულობს განათლების და აღზის სისტემა ამ ყველაფერს ღებულობს მეცნიერებიდან და ღებულობს ტრადიციიდან, ღებულობს ესე იგი რელიგიიდან. ხო, ესე იგი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ნაკადები, საინფორმაციო ნაკადები, როგორც ზეგავლენას ახდენენ, ისეთ შედეგზე გავხდით ჩვენ. ისეთი არის ჩვენი ფაქტობრივად შესაძლებლობები და შეარაღება იმისთვის, რომ ჩვენ გაუმკლავდეთ გარკვეულ პრობლემებს. გამომდინარე აქედან დგება დღის წესრიგში უშუალოდ ისტორიკოსების და არქეოლოგების განსაკუთრებული როლი. განსაკუთრებული როლი, იმიტომ რომ გარდა უშუალოდ მატერიალური კაპიტალისა, მეტალურგიური მართვის თეორია პარალელურად განიხილავს არამატერიალურ კაპიტალს და ცოდნა ფაქტობრივად წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს არამატერიალური კაპიტალის. განსაკუთრებით ეს აბჯერზე ეხება, ესე იგი, ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ჩვენი ფაქტობრივად ქვეყნის ღირებულებების დინამიკას, გენეზისს, ხო? საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, ხო? ფაქტობრივად თუ ჩვენ აი ვერ მოვახდინეთ შეფასებას სიტუაციის დღევანდელი დღის ზოგადად ერის განვითარების პარადიგმაში, ხო? ჩვენთვის რთული იქნება პროგნოზირება ფაქტობრივად იმ მოვლენების და იმ საფრთხეების და იმ გამოწვევების, რომელიც შეიძლება იყოს უახლოეს ოპერატიულ თუ სტრატეგიულ მომავალში. ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ თუ გენეზისის დინამიკა არ ვიცით და გენეზისის დინამიკა გვეცოდინება მასში, როდესაც ჩვენ დავეყრდნობით კონკრეტული უშუალოდ ისტორიკოსების და არქეოლოგების დაშრომებს, ხო? ამიტომ ესე იგი ისეთ ვითარებაში, როგორიცაც იმყოფება დღეს საქართველო, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ასე ვთქვათ წარსულის და მემკვიდრეობის კვლევებზე აქცენტის გაძლიერებას. შეიძლება ახლა სხვადასხვა ჩვენ თანამოქალაქეს გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ თქვას, რომ ჩვენ ახლა ეკონომიკა გვაქვს დანგრეული, ჩვენ ფაქტობრივად სერიოზული ძალები არა გვაქვს მილიტარული და ასე შემდეგ. არც გვექნება ჩვენ თუ ჩვენ არ გვექნება ჩამოყალიბებული ჩვენი როლი და ეგზისტენციონალური მისია ამ პარადიგმაში, იმ პროცესში, რომელშიც ესე იგი ერი იმყოფება და მოძრაობს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვიჩნდება გამომდინარე იქიდან, რომ არის გაურკვევლობა საზოგადოებაში. გაურკვევლობა ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით ესე იგი რა მოგველის. ხო, ესე იგი ეს გაურკვევლობა ქმნის შფოთვას, ეს გაურკვევლობა ქმნის ნევროტულ მდგომარეობას და ბუნებრივია იმ ტოტალურ ირაციონალურ ქმედებებს, რა ქმედებებშიც ჩვენ ვართ გახლოებული წლების განმავლობაში, ხო? ესე იგი, რა არის ამ შემთხვევაში ირაციონალური? ირაციონალური არის ჩვენი მატერიალური და არამატერიალური რესურსების გამოყენება, ხო? ესე იგი, ჩვენ იმისთვის რომ გამოვიყენოთ რაღაცა, ხო, რაღაცას უნდა დავეყარდნოთ, უნდა ცოდნა გქონდეს იმის შესახებ თუ რა გვაქვს. ჩვენ ისე ზერელეთ უყურებთ, ესე იგი, აი ამ საკითხს, რომ ხშირად, ხო, ესე იგი, გვირჩევნია, რომ ავეგოთ გარე აქტორების ეკონომიკურ აზროვნებას, პოლიტიკას და მოდას და ვიმოქმედოთ ისე, როგორც კარნახობენ ისინი. ესეთი უშუალოდ განწყობებით ბუნებრივი არის, ჩვენ ვერც სუვერენულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ და ბუნებრივი არის გავამტკიცებთ იმ პოსტკოლონიალური ქვეყნის მდგომარეობას და მდგომარეობაში საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება. შესაბამისად, მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ და მოძრაობა, ესე იგი, ისტორიის და წარსულის გაცნობიერებისკენ, ხო, ეს არის ორი პარალელური პროცესი. როგორც პოლიტიკური, ისე ესე იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მინდა განსაკუთრებით დიდი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ეს არქეოლოგიური დიპლომატიის თემა და კონტექსტი შემთხვევით არ არის დღის წესრიგში, ესე იგი, არ აღმოჩნდა შემთხვევით.
მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა 60-იან, 70-იან წლებში და გაჩნდა უკვე 80-იანში და 90-იანში განმტკიცდა ისეთი საინტერესო მოვლენა, როგორც არის პოსტტრაუმატული განვითარების კონცეფცია. პოსტტრაუმატული განვითარების კონცეფცია ეყრდნობა რა იმას, რომ ის პრობლემები, რომელიც გააჩნია ადამიანს, და ის ტრავმები, რომელიც მან გადაიტანა, ხო, ეს აპრიორი არ ნიშნავს მხოლოდ უარყოფითს. ეს შეიძლება ნიშნავდეს აი ამ ტრავმის განხილვას როგორც რესურსისა და აი ამ რესურსის ოპტიმიზაციას და ამ რესურსის ფაქტობრივად მეშვეობით განვითარების ახალ დონეზე გადასვლას. ცოტა უფრო მოგვიანებით მეცნიერების სხვა კლასტერმა გამოიყენა რა, ესე იგი, ეს ფსიქოლოგიური ცოდნა უკვე სოციუმის დონეზე და განიხილა ტრავმა არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური, ისეთი ფაქტობრივად ტრავმები, როგორც არის გენოციდი, ეთნიკური წმენდა, განდევნა, ესე იგი, მკვლელობები მასიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაშიც ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ ტრავმა გამოცდილი ფაქტობრივად ერის განვითარება შეიძლება, ესე იგი, ხდებოდეს უფრო სწრაფი ტემპებით, თუ განწყობა ამ ერში და მის ელიტაში არის შესაბამისი. ნუ ამის მაგალითი არის მაგალითად იაპონიის განვითარება ბირთვული უშუალოდ დარტყმის შემდეგ, ხო? და ბევრი უშუალოდ სხვა უამრავი შემთხვევა, რომელიც იწვევდა, ასე ვთქვათ, სწრაფ განვითარებას სისტემის, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო ძალიან სერიოზულ უშუალოდ, ასე ვთქვათ, ტრავმირებული. ძალიან საინტერესო არის მესამე დონე და ეს მესამე დონე შეეხება უკვე ფაქტობრივად არა ერთ საზოგადოებას, არამედ კონფლიქტში მყოფ თანასაზოგადოებას. ანუ კონფლიქტის, ვთქვათ ასე, ორ ან უფრო მეტ მხარეს. აი ეს სისტემა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე წინა ორი სისტემა, მაგრამ აქაც ფაქტობრივად კვლევები მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ ქართული სკოლა ძღებულობს მონაწილეობას ამ კვლევებში და თუ დაგაინტერესებთ, მე ამის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვით. სახელმწიფო საკითხი შეეხება რას, რომ როდესაც ორი კონფლიქტის ან მეტი მხარე განიცდის ტრავმას და ომის დროს შესაძლებელია იყოს არა ტოტალური უპირატესობა ერთი მხარის, არამედ შეიძლება დასახიჩდეს ერთი მხარეც, მეორე მხარეც და რაც ხდებოდა მაგალითად საქართველოში, ხო, ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ესე იგი, ტრავმირებული არის ორივე საზოგადოების თუ სამივე ნაწილი, ეს არ არის, არ მინდა მე ორზე გავჩერდე, ბინარული მოდელების მომხრე არა ვარ, ბევრად უფრო რთული არის ჩვენი კონფლიქტური სისტემები, ვიდრე ორზე მათი პრიმიტიული გაყოფა. ესე იგი, ყველა ფაქტობრივად ქვესისტემა აი ამ თანასაზოგადოებების არის დაზიანებული. შესაბამისად, მუშაობა თვითონ აი ამ დაზიანების ისტორიაზე წარმოადგენს ძალიან დიდ ინტერესს. თუ კონფლიქტის მხარეები ცდილობენ კონფლიქტის პოსტკონფლიქტურ ვითარებაში, ესე იგი, მსხვერპლის სტატუსის მორგებას, რათა განიმტკიცონ, ესე იგი, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და შესაბამისად მათი მოქმედებების ლეგიტიმაცია მოხდეს, ხო? რომ მოახდინონ სხვა მხარის დადანაშაულება და ამისთვის აგროვებენ ინფორმაციას, სხვადასხვა ისტორიკოსები მუშაობენ ამაზე აქტიურად და დებენ ფაქტობრივად აი მასალებს იურისტებთან ერთად და მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ, ესე იგი, კონფლიქტების ესკალაციას და არა მათ უშუალოდ პოზიტიურ ტრანსფორმაციას. ჩვენი აზრით, ხო, ესეთი ტიპის უშუალოდ მოქმედებები კონტრპროდუქტიული არის ყველა აი ამ კონფლიქტით დაზარალებულ თანასაზოგადოების სხვადასხვა ქვესისტემისთვის. პროდუქტიული შეიძლება იყოს პირიქით უკვე ფაქტობრივად მოქმედებები და ამ შემთხვევაში არქეოლოგიური დიპლომატია არის ერთ-ერთი იარაღი, ხო? და არა მხოლოდ არქეოლოგიური დიპლომატია, არამედ პოზიტიური ისტორიოგრაფიაც თავისთავად, ხო? როდესაც საუბარი არის მონაცემთა რეალურად გაერთიანებაზე. ანუ საუბარი არ არის იმაზე უკვე, რომ
რომელმა მხარემ უფრო მეტი მოკლა ბავშვი. საუბარი არის იმაზე, ესე იგი, რამდენი ბავშვი დავკარგეთ ჩვენ ერთად. რამდენი ქალი იყო შეურაცხყოფილი, ესე იგი, ზოგადად ჩვენი ასეთი ქცევის გამო. რამდენი აღფეთქდა ნაღმზე, იქვე საწინააღმდეგოზე, ტანსაწინააღმდეგოზე და ასე შემდეგ, ანუ ხდება კატეგორიზაცია და კლასიფიკაცია მსხვერპლის. ოღონდ არა ცალკეული, არამედ მთლიანად ომმა გაერთიანებულად მხარეებს რა ზარალი მიაყენა. ბუნებრივია ეს გეშტალტ ჰოლისტური მიდგომა, ფაქტობრივად, რომელსაც ახასიათებს, ესე იგი, რომელიც ახასიათებს მეტაკოგნიტიური კვლევებს ზოგადად, ხო, ამ შემთხვევაში მუშაობს სისტემაზე და არა ამ სისტემის სეპარატულ უშუალოდ ცალკეულ ელემენტებზე. მე მინდა ჩვენი უწმიდესობის ილია მეორის უშუალოდ ინიციატივა გაგახსენდოთ, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოებას დაავიწყდა სამწუხაროდ. ერთ-ერთი ჩემი ნაშრომი შეეხებოდა მემორიალების პრობლემატიკას, ანუ იმ მემორიალების, რომელსაც კონფლიქტის მხარეები დგავენ კონფლიქტის შედეგად. აი ამ არქიტექტურული მოვლენის მონუმენტალიზაციის პარალელური პროცესი ფიქსირდება, ხო? რა წარწერები არის იმ მემორიალებზე, რა წარწერები არის ამ მემორიალებზე. აი მისი უწმიდესობის ინიციატივა იყო, თუ გახსოვთ თქვენ, რომ შექმნილიყო ისევე როგორც ესპანეთში შეიქმნა ერთიანი მემორიალი ომის მსხვერპლის. აი ეს არის ფაქტობრივად ის, რაც არის რეალური მშვიდობისკენ გზა, როდესაც ჩვენ განვიცდით მათ ტრავმას და ისინი განიცდიან ჩვენ ტრავმას. ხო, ესე იგი, მის უწმიდესობამ შიომესამაც, ესე იგი, ბოლო მისი ქადაგებების პროცესში თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ახსენა ლოცვებში ფაქტობრივად ყველა ადამიანი ვინც შეეწირა, ხო, ესე იგი, ამ კონფლიქტს ეს მნიშვნელოვანი არის ძალიან, ხო? ასევე ტრადიციულ სუფრებზეც ფაქტობრივად, ხო, მე ბევრ სუფრასთან მინახიათ, როდესაც ესე იგი, სათხერძელოში არა მხოლოდ ესე იგი ერთი მხარის, არამედ ზოგადად დაღუპულთა ან უზოუკო დაკარგულთა აცრავად. დიახ, ესე იგი, ეხლა არქეოლოგიური დიპლომატია არ არის მხოლოდ არქეოლოგიური ქვევიმართულებებიდან ერთადერთი. ესე იგი, ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი მეზობლები, მაგალითად აზერბაიჯანელები, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად იყენებენ სამხედრო არქეოლოგიის და სასამართლო არქეოლოგიის შესაძლებლობებს. ეს ის მიმართულებებია, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არის განვითარებული. ესე იგი, მნიშვნელოვანი იცით რა არის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არქეოლოგიაზე, კოგნიტური თვალსაზრისით მოგვდის ესე იგი ესეთი ხატი, რომ არქეოლოგი თხრის რაღაცას და რაც უფრო შორეულია ეს რაღაცა, ხო, მით უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს ისტორიას ჩვენ არ უნდა ვეხებოდეთ. ეს ნიშნავს კიდევ იმას, რომ არქეოლოგიის პროფესიის ადამიანი ფაქტობრივად უნდა იყოს მზად, რომ მუშაობდეს ყველა ტიპის პირობებში. ეს შეიძლება შეეხებოდეს არა მხოლოდ მშვიდობის დროს მოღვაწეობას, არამედ რთულ ვითარებაში და რთულ უშუალოდ სიტუაციაში. თქვენ გახსოვთ კარგად, როდესაც იქმნებოდა საერთოდ ქართული ეროვნული არქეოლოგიური სკოლა, ესე იგი ბაქრაძე, თაყაიშვილი, ესე ვთქვათ, ნიკო მარი და ასე შემდეგ, პირველ რიგში მოღვაწეობდნენ სად? თურქეთის ტერიტორიაზე. მათმა მონახეს ის ფანჯარა, როდესაც ფაქტობრივად რუსეთის იმპერიას ჰქონდა გარკვეული წარმატებები და ისინი წინ წაეწიენ, ესე იგი, ვანის ტბამდე რეალურად და აი ამ ტერიტორიებზე იყო ფაქტობრივად ჩატარებული გათხრები მოკლე დროში, ოპერატიულად, ესე იგი, არასრულყოფილად, მაგრამ დიდი უშუალოდ სამუშაო იყო ჩატარება, ანუ ბექგრაუნდი ქართულ ესე იგი არქეოლოგიურ სკოლას ამისი გააჩნია. ენერგეტიკულ ომებზე რო გადავიდეთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხოლმე შეარაღებული კონფლიქტი არ არის, ესე ვთქვათ, ომი, ხო? ესე იგი, მე მინდა გავიხსენო სხვა პოზიტიური მაგალითი, როდესაც ბაქო-თბილისი ჯეიხადი თუ გასადენების მილები და ისინი გაყავდათ ქართულმა არქეოლოგიურმა სკოლამ და არა მხოლოდ არქეოლოგებმა, არამედ გარემოს დამცველებმა და ასე შემდეგ, თავისი აქტიურობით აიძულეს, ესე იგი, ბიზნეს სტრუქტურები, რომ ესე გაეთვალისწინებინათ არქეოლოგიური გათხრები ჩატარებულიყო იმ პერიმეტრზე, სადაც ფაქტობრივად მიმდინარეობდა ესე იგი
ეს ასე ვთქვათ სამუშაოები, ხო? პრობლემა სხვა, ესე იგი მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი არქეოლოგიური დიპლომატიის ჩარჩო, ქართული ჩარჩო, ხო? არის ძალიან საინტერესო, ესე იგი არქეოლოგიური დიპლომატია და საერთოდ არქეოლოგიური პოლიტიკა უნდა ხორციელდებოდეს პირველი დონე, ეს არის კონტროლირებადი ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების მიერ. მეორე დონე ეს არის ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიები, რომელიც კონტროლის გარეთ არიან, ბუნებრივი არის სიგულისხმევა აფხაზეთის და ესე იგი ცხინვალის რეგიონის უშუალოდ ტერიტორიები. მესამე დონე ფაქტობრივად ეს არის საქართველოს ტრადიციული ეროვნული ასე ვთქვათ ტერიტორიები, რომელიც ისტორიულად აღმოჩნდა სხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ზონაში, ეს ფაქტობრივად ყველა მეზობელთან ჩვენ გვაქვს ესეთი ტერიტორიები და უნიკალური ძეგლები არის გაფანტული ესე იგი ამ ტერიტორიებზე, ხო? მეოთხე მიმართულება ეს არის არა უშუალოდ სამეზობლო მიმართულება, არამედ რადიალური მიმართულება, რადიალური სტრატეგია, ისეთ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომელიც არის ესე იგი შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვის მიმართულება და ჩრდილოეთ მიმართულება და აღმოსავლეთ მიმართულება და შესაბამისად სამხრეთი მიმართულებაც ფაქტობრივად სოფლიოს ყველა წერტილში შესაძლებელია რომ აღმოჩნდეს უშუალოდ ქართული არქეოლოგიისათვის ინტერესების ზონა. იმისთვის რომ ფაქტობრივად ესეთი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, თვითონ არქეოლოგებში უნდა არსებობდეს ამისთვის სურვილი, მაგრამ რეალობა და რეალური მოცემულობა გვაქვს ის, რომ ესე იგი არქეოლოგიური ინსტიტუციები არ წარმოადგენენ დღეს სოციალურ ძალას. ფაქტობრივად ეხლა როდესაც მე ვახსენებ ეხლა აზერბაიჯანს და სხვა უშუალოდ მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს, ხო? ბუნებრივი ეხლა ვის უნდა მოსვლა თავში, რომ ესე იგი სოხუმის უნივერსიტეტში არქეოლოგიური მიმართულება შეესუსტებინა რა. შესუსტება კი უნდა მოხდარიყო, უნდა მოხდებოდიყო ადეკვატური რეაგირება გამოწვევებზე, რა გამოწვევებში ხო? ისეთი სპეციალისტები უნდა მომზადებულიყო და ისე უნდა მომზადებულიყო ეს სპეციალისტები, რომ დაწყებულიყო დიალოგი სხვა მხარეებთან. ესე იგი ამოცანებს ვერ ვაყენებთ სწორედ, იცით? და ესე იგი თუ ჩვენ გადავხედავთ ნებისმიერი დარგის პროგრამებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ უნივერსიტეტებში არსებული, ესე იგი სხვა უნივერსიტეტებში არსებული, ესე იგი ეს პროგრამები ერთმანეთის მსგავსია. აი ეს არის სტრატეგიული ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებული არის უშუალოდ განათლების მენეჯმენტში. ყოველივე ცალკეულ უნივერსიტეტს, ყოველივე ცალკეულ უწყებას უნდა ქონდეს თავისი პოლიტიკა. ეხლა ამის თაობაზე რამოდენიმე სიტყვა და მე ვუახლოვდები დასასრულს. ესე იგი, როდესაც ჩვენ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, თავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არქეოლოგიის საკითხი ეხება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ ნებისმიერ სხვა უწყებას. ჩვენ რო გადავხედოთ ევროპული და არაევროპული ქვეყნების, მე ვულისხმობ ახლა სერიოზული ქვეყნების პოლიტიკას, ჩვენ დათლად დავინახავთ, რომ მაგალითად ბრიტანეთი, საფრანგეთი, ისრაელი, შეერთებული შტატები დიდ თანხებს დებენ ფაქტობრივად სხვადასხვა უწყებრივი მიმართულების არქეოლოგიურ კვლევებში. განსაკუთრებული მნიშვნელობით, ესე იგი, საგარეო საქმეთა სამინისტროები არის ჩართული. რაში არის ჩართული? ჩართული არის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციების დაფინანსებაში და თავის ფაქტობრივად პოლიტიკის გატარებაში არქეოლოგების მეშვეობით, ანუ იგივე არქეოლოგიური დიპლომატიის განსხვავება არის ეს. ესე იგი, თავდაცვის სამინისტროები რიგ ქვეყნებში თავდაცვის სამინისტროებს გააჩნიათ თავისი არქეოლოგიური უშუალოდ ჯგუფები, ინსტიტუციური სტრუქტურები, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სტრუქტურები ებმება, ესე იგი, სამხედრო მუზეუმების და სამხედრო უშუალოდ მემორიალურ კვლევების კონტექსტს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ფაქტობრივად ტენდერების მეშვეობით, აუთსორსინგის მეშვეობით სამხედრო უწყება იწვევს და ფაქტობრივად აფინანსებს, ანუ ბიუჯეტი გააჩნია ყველას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს არ უნდა ქონდეს ბიუჯეტი იმისთვის, რომ მაგალითად აგრარულ იმაზე რომ საუბრობთ, ჩვენ ახლა მაგალითად ღვინოზე, პურზე, ხორბალზე, აი ახლა ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული მათთან, ესე იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგათ კვლევის ცენტრთან, საღებავ რაზე, ესე იგი ამარანტის კვლევებზე. ხო? ესე იგი, აი ეს უნიკალური ფაქტობრივად რესურსი
ეროვნული რესურსი გამოყენებული არ არის და ფაქტობრივად ხან ერთ სისტემას მიეკედლება, ხან მეორე ცალკეულ უწყებას მიეკედლება და არავითარი სისტემური პოლიტიკა არ არის. ჩემი ახლა მოხსენება არ არის გამიზრდული იმისთვის, რომ მე ვიღაცა გავაკრიტიკო და ესე თქვა გავაშავო, თქვა რომ რაც უდი არის ეს და ასე შემდეგ, უბრალოდ მე გიძახი რა სიცით და ჩემი განწყობა არის ასეთი. თუ პროფესიონალები არ შექმნიან ეროვნულ სტრატეგიას, ამას სხვა ვერ შექმნის. და პროფესიონალები რატომაც არც ერთი დარგის ამ ყველაფერზე არ ზრუნავენ. არც ერთ ქართულ უშუალოდ დარგს მეცნიერების, ხო, ეროვნული სტრატეგია არ გააჩნია. არც ერთ დარგს არ გააჩნია და თუ მე მეცნიერი ვარ და თუ ჩვენ ვართ მეცნიერები, ჩვენ არ ვიზრუნებთ ამაზე. როგორ ფიქრობთ? ამაზე იზრუნებენ ისინი, ვინც ფიქრობს იმაზე, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი უშუალოდ ამოვიღო თანხები და მათთვის პირველი ხელშემშლელია მეცნიერება, იმიტომ რომ მეცნიერება არ აძლევთ თავისუფლების საშუალებას, ხო, მათ ესე ვთქვათ, ხელების ხდევის და იმის თუ როგორ სუდა ისე, ესე ვთქვათ, ხო, ეს მინდოდა რომ მე დღეს წარუმადგინა და თუ კითხვები გექნებათ, მე მექნება საშუალება რომ უფრო მეტი ვთქვა აი ამ პრობლემატიკაზე და უფრო მეტი ვისაუბროთ თვითონ არქეოლოგიურ დიპლომატიის ქვემართულებაზე და შესაძლებლობებზე რა. დიდი მადლობა პრობლემისთვის. მადლობა ბატონო ალექსანდრე. მე ესე იგი მინდა თქვენ და მე ერთად ბატონ ნოდარს მივმართოთ, რომ ახლა თქვენ რასაც საუბრობთ ბატონ ალექსანდრე, აი დიპლომატია, მათ შორის არქეოლოგიის ხაზით, ხომ არ იყო კარგი, ხომ იქნებოდა რომ რადგანაც ჩვენ მაგ ტერიტორიაში ვერ შევდივართ, ესე იგი რუსების ძალისხმევით სოხუმში გეუბნებით და აფხაზეთში, როცა მათ გადაწყვიტეს ვალენტარისტულად, რომ აი სანაპირო უნდა დაუშვათ, გავთხაროთ და რაღაცა და აღმოაჩინოთ რაღაცეები, რომ მაინც ჩვენ მხარეს, ქართულ მხარეს შეეთავაზებინა, რომ ხომ არ გავაკეთოთ ეს მაინც ერთობლივად ვინიცობა, ესე იგი მაინც აკეთებთ და ეს სახალხო დიპლომატიის ხაზით მე მგონი კარგი იქნებოდა. ორივეს მინდა შეგეკითხოთ, ბატონ ალექსანდრეს და მერე ბატონ ნოდარს. შორის მარტო სოხუმში არა, მანამდე იმან ეგრეთ წოდებული ის რომ არის არქიმანდრიტი დბარი, ის თავის ჯგუფთან ერთად თხრიდა ლიხშიც და კი აღიარა, რომ ქართული წარწერები ამოვიდა. ანუ მარტო სოხუმის სანაპირო არ არის და ძელი კომპლექსია. თხოვთ აი თქვენი მიდგომა აი ამასთან დაკავშირებით. ალბათ ჯობია რომ ბატონმა ნოდარი თავიდან ბრძანოს და მე კიდე მე გავაგზავნე. ბატონო ნოდარ. დიახ, რა თქმა უნდა, ამას რა ჯობია, მაგრამ იქაური საზოგადოება მგონი არ არის ამისთვის მზად. ისე აქ სამწუხაროდ არ არის ბატონი ვახტანგი ჯაფარიძე, ვიცი რომ მისი მხრიდან იყო შესაბამისი მცდელობები და სხვათა შორის არის იქ ისეთი წრე, მისი შორეული ნათესავებიც კი საკმაოდ გავლენიანი წრე, რომლეთმაც მსგავსი საკითხის დაყენებას აპირებდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოსდის. იყო მცდელობა ბატონო ნოდარ. ერთია, მაგრამ ნებისმიერ ჩვენ ნაბიჯს ამ ხრივ ის მხარე ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს. დიახ. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ პრაქტიკულად ეს არქეოლოგიური ჩვენი მემკვიდრეობა, რაც დარჩა. ესეც არის ასე ვთქვათ იდეოლოგიური ბრძოლის ძველი. ბოდიში, ესმის ჩემი ხმა? კი, ისმის. ნებისმიერ ჩვენ შესთავაზებას, ნებისმიერ ჩვენ დასკვნას ისინი მიიღებენ მტრულად. ასეთი შტაბ-ბიჭდილება მაქვს დღემდე, იმიტომ რომ ასე თუ ისე იმისი სოციალური ქსელებით
მაქვს კონტაქტები ასე თუ ისე იმ მხარესთან. ნებისმიერ ჩვენ ნაბიჯს ისინი უყურებენ დიდი ეჭვით. დავიწყოთ იმით, რაც გააკეთეს ილორში, რაც გააკეთეს ჩვენს ეკლესიაში. ეს ხო მიზანმიმართული იყო ქართული კვალის წაშლა. ბუნებრივია, ჩვენ რომ ყოფილიყავით მონაწილეები ამ პროცესისა, ამას არ დაუშვებდით. ასე რომ ჩვენი მხრიდან სურვილი არის. ამ სურვილის შესასრულებლად, რაც ვაკეთებთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ სურვილი არის. მაგრამ ამავე დროს იქედან მხრიდან რა დაგხდება, ჩვენ არ ვიცით. შესაძლოა ჩვეულებრივი სპეციალისტის დონეზე, არქეოლოგის დონეზე იყოს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, მაგრამ ამ სურვილის გამოთქვას ვერ გაბედავენ უბრალოდ იმ საზოგადოებაში. აი ასეთია სიტუაცია დღეს. კი ბატონო, მადლობა. ბატონო ალექსანდრე, მაინც თქვენ აი დიპლომატის ხაზით, მაინც მეტი შეთავაზება, ყოველ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ მხრიდან აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? ხო, ნუ მოდით ესე ვთქვათ, ჯერ ერთი ფაქტობრივად ავარიდოთ ოფიციალურ დონეზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა. მაგრამ ეს უკვე არქეოლოგი ჩვენი დონე არ არის. ეს ჩვენზე მაღლა ვინც არის იმან უნდა ოფიციალურ დონეზე გეუბნები. დიახ. ბატონო ალექსანდრე, ბრძანეთ. დიახ, ანუ ესე იგი, ნახეთ რა სიტუაციაა. როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის იყო ფაქტობრივად, ნუ ხანგრძლივი ომი, 100 წელი იყო მინიმუმ. ესე იგი ადამიანი შეეწირა ამას, ნუ ტრაგედიებით ახსავსე იყო ეს ყველაფერი, ხო? საბოლოო ჯამში მათი სტრატეგიული შერიგება მოხდა ეკონომიკის ნიადაგზე, ხო? ესე იგი ევროკავშირის დამაარსებლების, სადაც ქართველები ძღებულობდნენ ამაში, ესე იგი მონაწილეობას, მუსხელი და სხვაები. ესე იგი, რაში იყო საფუძველი, რომ ესე იგი საერთო ინტერესების გამონახვაში, ხო? ესე იგი, აქტორებს შორის უნდა იყოს გამონახული საერთო ინტერესები. ესე იგი, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს, ესე იგი, ნახშირი და მეტალი და ასე შემდეგ. ხო, შესაძლებელია ეს იყოს, მაგალითად, ჩვენი რეგიონისთვის, ხო? აი ეს ღირებულება, რაც ისტორია არის, ხო, გიდ აფხაზი იყოს, გიდ ქართველი, გიდ ოსი, გიდ სომეხი, გიდ აზერბაიჯანი, არის უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ, ხო? ამიტომ არქეოლოგია იგივე მოდელ სისტემა, იგივე ესე ვთქვათ, მოდელირებას ექვემდებარება, როგორც სხვა სისტემები, ხო? პირიქით, აქ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუ ეს არის რთული ზონა. თუ არქეოლოგიურ სისტემაში ჩვენ მოახერხეთ ისეთი ფორმატირება პროცესის, რომელიც რაღაცა მცირე შედეგზე გაგვიყვანს, ხო? არ უნდა გვეშინოდეს ესე იგი სირთულეების. ჩვენ შეგვეძლება მე ამისი ტრანსფერი უკვე პოლიტიკაშიც რა. ხო? ანუ მოდელირებას ვახდენთ ჩვენ ფაქტობრივად სისტემის. ეხლა იმისთვის რომ მოდელირება მოვახდინოთ, ჩვენ თავიდანვე არ უნდა შევიზღუდოთ თავისუფლებანი რა ესე იგი, ხო? ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ორი მხარე კონფლიქტის, იმიტომ რომ ეს არ არის ასე რა. კონფლიქტს გააჩნია არაერთი, არამედ ბევრი მხარე. ხო, ხა მე არ დავიწყებ ამის ჩაშლას ვინ არის და ვინ რა არის ამ კონფლიქტში, ხო? აფხაზეთის კრიზისში ეს ჩემ მეორე დისერტაციაში არის თავიდან ბოლომდე ესე ვთქვათ სტრუქტურირებულად ჩაშლილი, ხო? მაგრამ საუბარი არის სხვადასხვა სუბიექტებთან და სხვადასხვა მხარეებთან ფაქტობრივად ურთიერთობა ერთ და იგივე საკითხზე. შეიძლება ერთს ჰქონდეს ერთი აზრი, მეორეს ჰქონდეს სხვა აზრი, ხო? ეხლა მაგალითად მე მოგახსენებთ ერთ-ერთ кейსს, რომელიც ეხლა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ანაკოფიის ტერიტორიაზე მოგახსენებთ, იყო არსებობდა ესე იგი არსებობს ივერთა გორა, ესე იგი რომელსაც ფაქტობრივად გადაარქვეს სახელი და ივერთა გორის ნაცვლად დაარქვეს ესე იგი აფსარი. ეს პირდაპირ შეეხება ესე იგი ჩემ სკვლევით თემას, იმიტომ რომ გონი აფსაროს ვიკვლევ მე. და მე უშუალოდ არა ვარ იმ არქეოლოგიის წარმომადგენელი, რომელიც იკვლევს ესე ვთქვათ მხოლოდ მატერიალურ, ასე ვთქვათ, ნივთს, მატერიალურ მემკვიდრეობას. მე ვიკვლევ პირველ რიგში უშუალოდ არამატერიალურ მემკვიდრეობას და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, აფსარი, როგორც ასეთი, მათთვის ძალიან ღირებული არის. ეს ფაქტობრივად არის ელემენტი მათი ეთნიკური
და ეროვნული იდენტობისაც კი, ხო? ესე იგი, შესაბამისად, რაღაცნაირად ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არის. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ივერთა გორა იყო, ის არ იყო ეს ქართული ინიციატივა, რომ ესე დარქმეოდა ამ გორაკს, მაგრამ ფაქტობრივად რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ნახეთ რა ხდება ასე თუ ისე აფსარი ეს არის წარმართული გმირი. აფსირდე. და როდესაც ივერთა გორას რომელსაც სახელი დაარქვეს იგივე აფხაზური წყაროების და მიხედვით რუსმა ბერებმა, სადაც აიტარეს, ესე იგი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი. კაცრავად. ესე იგი, აი მხარეს, ამ შემთხვევაში მესამე მხარის ერთ-ერთ სუბიექტს, მოსკოვის საპატრიარქოს, ხო? წარმომადგენლებს. ხოდა ძალიან სერიოზული გამოხმაურება და ბევრს tweet-ს მოგისმენიათ კიდეც. ესე ვთქვათ, მათი კრიტიკა საერთოდ აფხაზეთში მიმდებარე პროცესების თაობაზე, აი ამ კერპების ესე ვთქვათ, რეკონსტრუქციაზე და შესაბამისად ანტიმართმადებლურად განიხილავენ ისინი ამას, რა ხო? ესე იგი, სხვადასხვა სუბიექტს აი ამ პროცესის გააჩნია სხვადასხვა აზრი და ამიტომ ყოველივე ცალკეულ შემთხვევაში არის აუცილებელი, რომ ჩვენ გამოვიყევოთ სხვადასხვა შესაძლებლობები დიპლომატიის. ესე იგი, არქეოლოგიური დიპლომატია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დიპლომატია, არა მხოლოდ ორმხრივ, ესე ვთქვათ, აქტივობებს ზე არის დაყრდნობილი, არამედ მრავალხრივზე და ცალმხრივზეც, ხო, ესე იგი. ანუ მრავალხრივი ფორმატების შექმნა, მაგალითად, კავკასიური ფორმატის, შავი ზღვისპირეთის ფორმატის თუ სხვა ტიპის ფორმატის შექმნა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ფაქტობრივად საქართველოს აფხაზეთის საზოგადოება იქნებოდა, როგორც მე დაუშვათ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ორი ფაქტობრივად სუბიექტით. ეს არის აფხაზეთელი, ესე იგი, სეცესიონისტები, ისინი ვინც ახლა იქ არიან და მუშაობენ და ეს არიან აფხაზეთელი, პირველ რიგში არქეოლოგები, რომლებიც არ იმყოფებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგალითად ბატონი ნოდარი. ესე იგი, ეს არის სამართლიანობა და ეს არის დემოკრატიული თვალსაზრისით, ესე იგი, პარტიციპაციული დემოკრატია, ეს არის ინკლუზიური დიზაინი და რაც გდებავთ, ესე იგი, სხვა ყველაფერი, რაც თანამედროვე მართვის სისტემებში არის მიღებული და ესე ვთქვათ, კულტურაში. ეს შესაძლებელია. რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ეხლა ცალმხრივი მოძრაობები. ცალმხრივი დიპლომატია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე ვმუშაობ ამ თემაზე, მე არც გეკითხები შენ ახლა გინდა ჩემთან თანამშრომლობა, არ გინდა ჩემთან თანამშრომლობა, მე ვმუშაობ. ეხლა როგორ შეიძლება არქეოლოგმა იმუშაოს მაშინ, როდესაც წვდომა არ კონდეს, ესე იგი ობიექტად, ხო? ნუ არქეოლოგიაში მოგეხსენებათ, არის როგორც ინვაზიური, ისე არაინვაზიური მეთოდები. ხო, არაინვაზიური მეთოდი ფაქტობრივად გულისხმობს ობიექტის ხელშეუხებლობას, მაგრამ ობიექტის თაობაზე კვლევის ჩატარებას. დისტანციური, არაინვაზიური კვლევების შედეგად შეიძლება უშუალოდ იყოს მიღწეული ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო შედეგები. ამის თაობაზე უშუალოდ უახლოეს მომავალში თქვენ შეგეძლებათ, რომ ნახოთ კონკრეტული შედეგები, რომელსაც მე ვატარებ, ესე იგი, მაგ მიმართულებით აფხაზეთთან მიმართებაში და კონკრეტულად აი ამ აფსართან დაკავშირებით. ესე იგი, კიდევ ერთი ეს არის უკვე არა არქეოლოგიური დიპლომატია, არამედ სასამართლო არქეოლოგია, ხო? აი სასამართლო არქეოლოგიის კომპეტენციაში არის ბატონო ნოდარ ზუსტად ის, რასაც თქვენ ილორზე საუბრობთ. ხო, ესე იგი, სასამართლო არქეოლოგიის სპეციალისტებმა უნდა დააყენოთ, ესე იგი, ეს საკითხი დღის წესრიგში და საერთაშორისო საზოგადოების აი ამ სეგმენტმა, პროფესიონალთა სეგმენტმა უნდა მიიღოს ამის თაობაზე შესაბამისი და ადეკვატური ინფორმაცია და უნდა იყოს ჩართული აი ამ პროცესებში, რომ მე უშუალოდ დაიგეგმოს შესაბამისი მოძრაობები. თქვენ ბატონო დოდარ აბსოლუტურად რაც ძალიან ბატონ ვახტანგთან დაკავშირებით, მეც ვქონდა მასთან ამაზე საუბარი და ბატონ ვახტანგს იქ ელოდებიან. რეალურად და ესაა ძალიან სერიოზული რესურსი, იმიტომ რომ ახლა თქვენ მოგეხსენებათ ყველას, რომ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ბატონ ვახტანგს, გამოცდილება აქვს დიდი და პირდაპირ კავშირში არის უშუალოდ აფხაზეთის თემატიკასთან, ხო? და ნუ ასე ვთქვათ, აი ეს საკითხები მე კიდე დამავიწყდა, რომ მე თქვა, რომ
შოთა რუსთაველის ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს ჩემი კვლევა და ამ ფონდის მხარდაჭერით 2027 წელს დაგეგმილი არის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება არქეოლოგიური დიპლომატიის მიმართულებით. ეს ფაქტობრივად ნიშნავს არქეოლოგიური დიპლომატიის და მეტაკოგნიტური არქეოლოგიის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთ პირველ ელემენტს. რა, მეტაკოგნიტური არქეოლოგიის თაობაზე რამოდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მეტაკოგნიტური არქეოლოგია და საერთოდ ეს თემა არის ფაქტობრივად თეორიული არქეოლოგიის, ასე ვთქვათ, ნაწილი. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოყენებითი პრაქტიკული არქეოლოგია არის საკმაოდ მაღალ დონეზე გავითარებული, თეორიული არქეოლოგიის მიმართულებით საქართველოში შრომები ფაქტობრივად არ არსებობს. რამოდენიმე შრომა თუ არ ჩავთვალეთ, ბატონო ვახტანგ გლიჩერის და კიდე რამოდენიმე არქეოლოგის. ბატონო ალექსანდრ, ერთი კითხვა კიდევ ცოტა შეიძლება შორს წაგვიყვანოს, მაგრამ როგორ უყურებთ თქვენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიასთან ურთიერთობის პერსპექტივას ამ მხრივ? მაგალითად, ქართული კვალის ძებნა იმ რეგიონში, ძველი წელთაღრიცხვით ბოლო საუკუნეებში. მე ვიცი, რომ იმ რეგიონში ჩვენს მიმართ ბოლო დროს დამოკიდებულება შეცვლილია უკეთესობისკენ რეალურად. ეხლა რამდენად არიან ისინი თავისუფლები თავიანთ არჩევანში, არ ვიცი, მაგრამ აქ დაპატიჟება თუნდაც იქაური სპეციალისტების და ამ საკითხის დაყენებას როგორ უყურებთ? ხო, დიდი მადლობა ბატონო და მნიშვნელოვანი აი ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე საერთოდ ყველა ტიპის კომუნიკაციას და თანამშრომლობას პოზიტიურად უყურებ, მაგრამ აქ არის გარკვეული უშუალოდ მოსამზადებელი სამუშაოები ჩასატარებელი ჩვენ მხარეს რა, ასე იგი სახელმწიფო ჩვენ თვითონ გავერკვეთ როგორ ვიპოზიციონიროთ აი ამ პროცესებში რა. ეხლა რა ხდება და რა მინდა თქვა რომ ესე იგი როდესაც ჩვენ საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ და სამხრეთ კავკასიაზე, ხო, დიდი კოგნიტური პრობლემა და შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო სხვა სამეცნიერო წყაროებში ფიგურირებს როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა რა. ესე იგი, ეს არის საზღვრების არაადეკვატური აღქმის პრობლემატიკა. რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი ნაწილი სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში არსებობდა. მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაშიც დღეს არსებობს საქართველოს ტერიტორიები. ნაწილი დაკარგული, ნაწილი ფაქტობრივად არის საქართველოს ტერიტორია დღესაც. ხო? ამიტომ ესე იგი საქართველოს ასე ვთქვათ ურთიერთობა, ქართველი ექსპერტების ურთიერთობა ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს განსასრული როგორც სამხრეთ კავკასიელების ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიელებთან, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიური იდენტობის ელემენტი. პატარა, მაგრამ ეს არსებობს, ამიტომ ეს უნდა იყოს გამოყენებული როგორც სტრატეგიული რესურსი. ესე იგი, მეორე საკითხი, საერთოდ რა არის კავკასია, ეს ცნება და რა არის კავკასიის გეოგრაფია. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, სად იწყება ეს კავკასია და სად თავდება კავკასია და ამის თაობაზე 2012-ში მე გამოცებული მაქვს წიგნი, ესე იგი, არქიპელაგი კავკასია, მითები და რეალური პოლიტიკა, სადაც ფაქტობრივად არის დანახული როგორც კავკასია, როგორც ცალკეული რეგიონი და კავკასია როგორც არქიპელაგი, ანუ როგორც ფაქტობრივად ის მთების სისტემა, რომელიც წარღვნის შემდეგ დარჩა. არგუმენტებად არის მოტანილი ის, რომ ესე იგი, ბევრ რეგიონში არსებობს, ესე იგი, სხვადასხვა არა, სხვადასხვა რეგიონში არსებობს, ესე იგი, ტოპონიმიკა, რომელიც შეიცავს კავკასიას. მაგალითად, ყაზახეთის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე არსებობს ეგრეთ წოდებული კავკაზ-ოლაქსკი გორი, ესე ვთქვათ, რა, ესე იგი. ანუ ფაქტობრივად, ეს სხვა ექსპერტებსაც და მეცნიერებსაც ჰქონდათ სხვადასხვა მოსაზრებები ამის თაობაზე და ესე იგი შესაბამისად ჩვენ უნდა გავსყოლოთ ჩვენი კავკასიურობის დონე და ასე ვთქვათ მივებათ მთლიანად კავკასიის იდეას თუ მაგალითად ვისაუბროთ კავკასიაზე და
ესე იგი იბერიაზე, ხო, იბერიულ კავკასიურ კვლევებზე ვისაუბროთ, ხო, როგორც სამეცნიერო ჩარჩოში არის, მაგრამ თუ იბერიულ კავკასიური არის, მაშინ ჩდება საკითხი, რატომ არ არის დაუშვათ კოლხურ იბერიულ კავკასიური, ანუ ბევრი სხვა კითხვა არის, იმიტომ რომ ამ მენეჯმენტს, ესე იგი ამ ბრენდინგს თვითონ, ესე იგი რას დავარქმევთ, ესე იგი რას ახალს დავარქმევთ, აი ამ რაღაცა პროცესს თუ დავიწყებთ, ხო, ესე იგი ჭირდება დიდი ყურადღება. მაგრამ რასაც თქვენ ბრძანებთ, ბატონო ნოდარ, ხო? ბუნებრივი არის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ ისინი იმათი მზაობა, სხვა შორის იგივე შეეხება ცხივალის და ვლადიკავკაზის თემას რა. ჩtildeოელი ჩვენი მეგობრების მზაობა ბევრად უფრო არის მომწიფებული, ვიდრე უშუალოდ ჩვენი აქ თანამემამულეების, ვთქვათ ასე რა. ესე იგი, ისინი უფრო მზად არიან შუამავლობისთვისაც, ისინი მზად არიან თანამონაწილეები რო იყვნენ და ფორმატირებაში მიიღონ მონაწილეობა. და რაც უფრო იქნება ეს, მით უმეტესო მხარეები იყვნენ, ხო, კონფლიქტის, ხო, რეალურად მებრძოლეები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვალდებულებებიც აქვთ გარდა ამ ყველაფრისა რა. არ ვიცი თუ გავეცით თქვენ კითხვაზე პასუხი. ისე იგი ბატონო ალექსანდრე, მადლობა. მე უბრალოდ რომ დაუბრუნდე იმ შეკითხვას, ბატონ ნოდარმა სწორად აღნიშნა და მეც მაქვს ესეთი ინფორმაცია, თითქოს ის მხარე თანახმა იყო, რომ ბატონი ვახტანგი, რადგანაც მას ის ცნობილი მეცნიერია და ფესვები აქვს სანათლისმფეროური აფხაზეთში, რომ იქ ესე იგი ჩასულიყო საექსპედიციო და მე გულისხმობდი, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი ბატონ ვახტანგს, ის არ არის თქვა ძალიან ახალგაზრდა კაცი, ანუ გამგზავრება რაღაცა და რომ რადგანაც ისინი თანახმა არიან, ეს მაინც მეცნიერი შემოვიდეს, ხელი უნდა შეუწყო, რომ მაგი შემოვიდეს. ახლა მე ვთხოვდი ქალბატონ მერის, რადგანაც მან ხელიც აწია, ჩართეთ ისა ქალბატონ მერი, თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოხსენებისათვის. სიმართლე რომ ვთქვა, მე ცოტა სხვა ხასიათის მოხსენებას ველოდი, მაგრამ ეს ზუსტად ის პრობლემები წამოიჭრა დღეს, რომელიც არა იმდენად არქეოლოგიასთან, რამდენადაც ქართული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან არის დაკავშირებული და ამ საკითხებში სამშვიდობო რესურსების გამოყენება. არ შემიძლია არ დავეთანხმო ბატონ ნოდარს იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს ბრძოლის ველს და ნარატივების ბრძოლის ძალიან სერიოზულ ველს. და როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარე არ უშვებს ხელიდან არც ერთ შესაძლებლობას იმისას, რომ აი ეს ნარატივები იქნეს გამოყენებული, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია არა კონფლიქტის მოგვარებას, არამედ კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას უწყობს ხელს. ეხლა რაც შეეხება სასამართლო არქეოლოგიას, აქ არ შეიძლება იმ მთლიანად არ დაუჭირო მხარი ბატონ ალექსანდრეს და არ ავღნიშნო, რომ ქართულ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია სასამართლო არქეოლოგიის თვალსაზრისით და არაერთი ძეგლი იქნა დასახელებული, რომლებზეც პირდაპირი უხეში ჩარევა მოხდა და საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო ზომები, გამოეყენებინა სასამართლო არქეოლოგიის პრეცედენტები იმისათვის, რომ დაეცვა ეს ძეგლები, ჯერ კიდევ არ არის გვიანი და ალბათ ბატონი ალექსანდრე, როდესაც არაინვაზიურ მეთოდებზე საუბრობს, გულისხმობს სწორედ იმას დისტანციურად რა მასალები უნდა იქნეს მოპოვებული იმისათვის, რომ ქართული მემკვიდრეობა სასამართლო არქეოლოგიის მეშვეობით იქნეს დაცული. მაგრამ ამისათვის პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ და გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს სტრატეგიული ხედვა, ეროვნული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება არქეოლოგიურ დიპლომატიას.
აქ ნახსენები იქნა მეზობელი სახელმწიფოებიც და აქაც არ შეიძლება ბატონ ალექსანდრეს არ დავეთანხმოთ. მეზობელ სახელმწიფოებში, რომელთა ტერიტორიების მიმართ საქართველოს პრეტენზიები არ გააჩნია, მაგრამ არსებობს ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის არქიტექტურული ძეგლების სახით, ვერ მუშაობს ისე კარგად არქეოლოგიური დიპლომატია, როგორც მაგალითად თქვენს მიერ დასახელებული საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითის დროს. და ამის მაგალითად მე მოვიყვან თუნდაც იგივე საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს, როდესაც თურქები ქართული ძეგლების რესტავრაციას და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ კი მართალია მხარეებს შორის ამ საკითხთან თანხმობა არის, მაგრამ ისინი აქაც კულტურული მემკვიდრეობა როგორც ნარატივების ბრძოლის ველი ისეა გამოყენებული. ქართველები მას ქართული ეროვნული მეხსიერების მემკვიდრეობად მიიჩნევენ, ხოლო თურქები მათ უწოდებენ ანატოლიურ კულტურის მემკვიდრეობას. ეხლა რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანთან კიდე როგორი დავები გვაქვს ჩვენ კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე სომხეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველასთან ხო არა ვართ არა კონფლიქტში. კონფლიქტში შეიძლება ვიყოთ დაუშვათ რუსეთთან და რუსეთიდან გამომდინარე ვიყოთ აფხაზეთთან, მაგრამ აზერბაიჯანთან და თურქეთთან საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, რომლებიც თქვენ ახსენეთ. აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამ შემთხვევაში, აი კულტურული დიპლომატია, არქეოლოგიურმა დიპლომატიამ რატომ ვერ იმუშავა, თუნდაც იგივე აზერბაიჯანთან ან იმასთან მიმართებით, თურქეთთან მიმართებით ისე ეფექტურად, როგორც ეს მუშაობს დაუშვათ მაგალითად გერმანიასთან მიმართებით, იმიტომ რომ გერმანიასა და საფრანგეთსაც აქვთ ერთმანეთთან საზიარო კულტურული ძეგლები, მაგრამ მათ მოახერხეს ამ საკითხის მოგვარება. ეხლა რაც შეეხება კავკასიის გეოგრაფიასთან დაკავშირებით, ეხლა ყველამ ვიცით, ხო, თავის დროზე ტატიშევმა რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე მონიშნა საზღვარი. იქ ურალთან, აქ კიდევ ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ კავკასია განეკუთვნა ევროპის კონტინენტს და სამხრეთ კავკასია განეკუთვნა აქეთ აზიის კონტინენტს. და დიდი ესეთი ცვლილებები მას შემდეგ ამ იმპერიულ გეოგრაფიულ დაყოფას არ განუცდია. ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ჩვენ არ ვდაობთ და არ კამათობთ, მაგრამ ალბათ დრო არის რა საკითხიც ახლა ბატონ ალექსანდრემ წამოჭრა ისტორიულ-კულტურული და ცივილიზაციური და გეოგრაფიული თვალსაზრისით ქართველმა გეოგრაფებმა ერთხელ და საბოლოოდ იზრუნონ ამ საკითხის გადაწყვეტაზე და ბოლოს გაირკვეს გეოგრაფიულად ისევ და ისევ რჩებით ტატიშევის მიერ მოხაზულ საზღვრებში თუ ვთვლით იმას, რომ ვეკუთვნით, წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და გეოგრაფიულადაც ვეკუთვნით ასევე ევროპას. ეს იყო სულ, მადლობა, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ალექსანდრეს დღევანდელი მოხსენებისათვის. დიდი მადლობა ქაოთელმერი, თქვენ მნიშვნელოვანი საკითხები დააყენეთ დღის წესრიგში და მომეცით საშუალება, რომ მე ვეთქვა ის, რაც ძირითად მოხსენებაში ვერ თქვი რა. ესე იგი, ნუ დავიწყებ მე იმით, რომ ესე იგი, აი ამ არქეოლოგიური დარგების, ანუ ვთქვათ ასე, რომ არქეოლოგია არის პროფესია. როგორც ნებისმიერ პროფესიაში არქეოლოგიასაც გააჩნია თავისი სპეციალობები, სპეციალიზაციები და ვიწრო სპეციალიზაციები, ხო? აი პრობლემა არის ის, რომ ესე იგი ეს მთელი თაიგული ამ სპეციალიზაციების და ვიწრო სპეციალიზაციების განვითარებული არ არის. შესაბამისად, ესე იგი ჩვენი არქეოლოგია არის ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობების არქეოლოგია. მას არ გააჩნია, ესე იგი ის რესურსი, რაც გააჩნია ფრანგულ არქეოლოგიას, გერმანულ არქეოლოგიურ სკოლას, ბრიტანელების შეერთებულსა და ასე შემდეგ. და უფრო მეტიც ჩვენ არ ვსწავლობთ, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენი ქართული არქეოლოგიური სკოლა აგრძელებს მოძრაობას საბჭოთა უშუალოდ არქეოლოგიური სკოლის
ასე ვთქვათ, მიმართულებით. ნუ მიმართულებით როგორ ასე ვთქვათ, ინერციით ვითარდება, ხო? იმიტომ რომ ეხლა რომ არ ვითარდებოდეს ინერციით, უნდა არსებობდეს რაღაცა ინიციატივები, რაღაც სტრატეგიები. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ესე იგი, როგორც ასეთი სისტემა, ქართული არქეოლოგიური სკოლა, ფაქტობრივად ამორფულ მდგომარეობაში არის სამწუხაროდ დღეს და ეს მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას. ეხლა სასამართლო არქეოლოგიის განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული იმ ასე ვთქვათ დაღუპულთა ასე ვთქვათ შეფასებაზე, მათ უშუალოდ აღმოჩენაზე და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ეს შეეხება საფლავებს, სადაც ბევრი ადამიანი არის ერთდროულად დაკრძალული, ხო, ესე იგი, მასობრივი უშუალოდ სვერპლი სადაც იყო წარმოდგენილი, ხო? აქ მთელი უშუალოდ კლასტერები არის ამ მიმართულებით, ესე იგი, ჩვენთან სერიოზული მუშაობა არ არის ჩატარებული. საუბარი ხომ არ არის მხოლოდ ესე იგი, ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის თუ ცხინვალის კონფლიქტზე და პრობლემატიკაზე, ხო? საუბარი ჩვენი ისტორიის სხვა საკითხებზეც არის, მაგალითად, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ბოლშევიზაციის შემდეგ, რეპრესიები რო იყო, კულაკების, ხო? ან ესე იგი, თავადაზნაურების, მაგალითად, ბაკურციხეში რო დახვდით ეს ახლოდიანები და უგასავთ ანდრონიკაშვილები და ვაჩნაძეები, ხო? საძმო სასაფლაო იყო ფაქტობრივად. ვინმე მუშაობს ამაზე, ხო? ესე იგი, მთელი მიმართულებები არის, კლასტერები, რომელიც გამოტოვებული აქვს, რა. ეხლა მაგალითად, მე-10 საუკუნე 924 წელი, ესე იგი, წმინდა გობრონი და 133 მისი თანამებრძოლი. ეხლა მე და ჩემმა ცხოდებულმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, ესე იგი, სომხეთის ტერიტორიაზე ის ადგილი, სადაც მათი საფლავი უნდა იყოს, რა. მაგრამ აქ საჭირო არის სერიოზული კვლევები. ხო? სერიოზული არქეოლოგია არის, საჭირო და არა უშუალოდ 1-2 ჩასვლა და ასე ვთქვათ, მონახულება, ხო? ესე იგი, მთელი მიმართულებები ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად, ესე იგი, ჩავარდნილი. ეხლა ნახეთ, ქრისტიანული ჭაობის არქეოლოგიასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს? საერთოდ არ არსებობს საჭაობე არქეოლოგია, ერთადერთი ფაქტობრივად ვინც ამაზე მუშაობდა, ბატონი მალხაზი იყო, ესე იგი, კაკაბაძე და ასე ვთქვათ, ის გარდაცვლილი არის და ნუ კოლხეთის ჭაობების ისტორია, ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, ჩავათავებ ახლა ამ პირველ კითხვებს. ხო, ესე იგი, ლაპარაკი წმინდანებზე იყო რა, წმინდათა ცხოვრებაზე, ხო? ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ, ქრისტიანული ქვეყანა, ხო? ესე იგი, ქრისტიანული არქეოლოგიის მიმართულება, როგორც ლექციები იკითხება, კი ბატონო. მაგრამ ინსტიტუციონალურად რატომ არ არსებობს ქრისტიანული არქეოლოგიის დაუშვით კვლევითი ცენტრი? რატომ არ არის რესურსები კონცენტრირებული, ესე იგი, ამ სეგმენტზე, ესე იგი, კვლევების, ხო? რატომ არ ავცევთ ჩვენ შესაბამის პატივს იმ წმინდანებს, ხო? ერთ-ერთი თემა არის ჩემი კვლევითი, მაგალითად, გონიო აფსაროსში იყო ფაქტობრივად ორი წმინდანი ძმა, ესე იგი, ლაზი ძმები, 7 ლაზი ძმა წამებული 301-305 წლებიერი დიოკლეტიანეს დროს, ესე იგი, ფირმოსი და ფირმინე ნაწილები გონიო აფსაროსში იყო. მათი წმინდა ნაწილები მანდ უნდა იყოს. კიდევ 3 ძმა თურქეთის ტერიტორიაზე იყო, ნაწილები იქ არის მათი უშუალოდ. 2 ძმა არის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ერთი გუდაყვაში და ერთი კიდე პიჭვინთაში. ხო? ეს კიდევ ერთი საკითხი, ხო, ესე იგი, როგორ ებმევა ერთი კვლევა, ესე გონიო აფსაროსს, ესე იგი, ამ პრობლემატიკას, ხო? სადაც თანამშრომლობაა საჭირო და უკვე ძალთა გაერთიანება არის შესაძლებელი, რომ ესე იგი, ერთად ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში თურქების ჩართვით, რუსების ჩართვით, იმის ჩართვით, ამის ჩართვით. ესე იგი, ანუ ეს ის შემთხვევა, როდესაც გაფართოება, ფორმატის გაფართოება, ხო? ზრდის კომუნიკაციის შესაძლებლობის, ესე იგი, დონეს. ეხლა თურქეთს და აზერბაიჯანს რაც შეეხება. სულ ახლა ხანს, ნუ ახალხანს აღარ არის 23 წელს ეს პროცესი დაიწყო და დასრულდა, შეიქმნა ისლამური ქვეყნების არქეოლოგიური, ესე იგი, საბჭო, საკოორდინაციო საბჭო. ესე იგი, არქეოლოგიური მიმართულებით ფაქტობრივად ცალკე მუშაობენ, რა. აქ კიდე ფაქტობრივად ის ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ქვეყნები ერთმანეთს ბომბავენ. და მესამე ქრისტიანული ქვეყნები კიდე ეძებენ ან ერთში მოკავშირეს, ან მეორეში, იმის ნაცვლად, რომ ესე იგი, ესე ეს ანომალიები, ხო, ფაქტობრივად ისტორიულად დაფიქსირდება, რა, თუ როგორ ვიქცეოდით აი ამ ისტორიის პერიოდში, რა, ჩვენ, რა. დაფიქსირდება და სასირცხვილო არის ის, სადაც ჩვენ ვაკეთებთ ზოგადად, ბევრ სფეროში და ბევრი მიმართულებით. დიახ, და ბოლო რაც მინდა თქვა, რომ
ტერმინოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ტერმინოლოგიური კოგნიტური ომი ფაქტობრივად არის ომების და კონფლიქტების ერთ-ერთი ის ფარული გაზომილება, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. არავითარი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობს. ასე ვთქვათ, უпростоროდ ვთქვათ, აფხაზეთის კრიზისი არ დაიყვანება ქართულ-აფხაზურ უშუალოდ კონფლიქტამდე, აც ეთნიკურად და აც პოლიტიკურად. იმიტომ რომ ეს ტერმინები სწორი არ არის. აფხაზეთის ტერმინი არ შეიძლება რომ იყოს დათმობილი ფაქტობრივად, რომ მოხდეს სრული უშუალოდ ამისი ოკუპირება, ოკუპაცია კონკრეტული სეგმენტის მიერ. მე ხლა ამას ვლაპარაკობ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ტრიბუნიდან. თუ ეს არის ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ხო, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია არის, აფხაზეთის აკადემია არის ესეც. ისე როგორც ის აკადემია, რომელიც იქით არის, ხო? ამიტომ აფხაზეთი ტერმინი ეს არ არის ვიღაცა იმათი. აფხაზეთი საერთო ტერმინი არის. და მიწაზე ოკუპაცია და მატერიალური რესურსების ოკუპაციაზე ადრე ხდება ცნობიერების ოკუპაცია. და როცა მეტოქე გელაპარაკება შენ მას ელაპარაკები უკვე მისი ტერმინოლოგიით, ეს არის ფაქტობრივად დამარცხება. და იქ არის არქეოლოგიური და ისტორიული დიპლომატია, რომ ჩვენ ესე იგი ეს ისინი კარგად გავიაროთ და გავიაზროთ, ესე იგი ფილოლოგების ჩართულობა არის აქ საჭირო. ლინგვისტების ჩართულობა აქ საჭირო. ამიტომ არის ისეთი მიმართულება სამუშაოები, რომელიც ასევე არ არსებობს საქართველოში, ეს არის ლინგვისტური და ონომასტიკური არქეოლოგია. რომ კარგად ვიცოდეთ, ესე იგი რა ტერმინს აფხაზეთი კი არა, აფსარიც და აფსუაც ფაქტობრივად არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ მიისაკუთროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მათი არ არის. აი ამაზეა საუბარი. ამიტომ უნდა სხვანაირად ვისაუბროთ ჩვენ და ესე იგი არ ვიყოთ მუდმივ დაცვით ფორმაში, თითქოს ჩვენ მართლა ვართ, რა თქმა უნდა, დამნაშავეები ბევრი ვართ ბევრ რაღაცაებში, მაგრამ უშუალოდ არ შეიძლება რომ ჩვენ ფაქტობრივად ეს ფსიქოლოგიურად მივცეთ კარტ ბლანში, ესე იგი ვიღაცაებს რა. ბრძოლა არის ბრძოლა, მე რომ დიპლომატიას ხმარობ ტერმინს, ეს იმიტომ კი არა რომ მე მხოლოდ ესე ვთქვათ თეთრი პერჩატკებით მაქვს სურვილი რომ ესე იგი რაღაც საქმეები ვაკეთებ, იმიტომ რომ ესე იგი უნდა ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ პირველ რიგში უიარაღო რესურსი, რომ ნებისმიერი სისხლის და იმის გარეშე ესე იგი მოხდეს გააზრება ფაქტობრივად, გაცნობიერება იმის თუ რა ტრაუმები და ტრაგედიები გადავიტანეთ ჩვენ ერთად რა. და ერთად გამოვძვრეთ მაგ სიტუაციაში და აგერ ბატონი გია კვაშილავა ესწრებოდა ფასის აკადემიაში მე წარმოვადგინე ესე იგი როგორც ფასის აკადემიის წევრმა და ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მოხსევა მეტაკოგნიტური არქეოლოგიის თაობაზე და ის კვლევები, რასაც ფასის აკადემია ატარებს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფასის აკადემია შემოიტანა საერთოდ საქართველოს პანევროპული გაზომილება. საქართველო არ არის მხოლოდ ის კუნძული, რა კუნძულზეც ახლა ჩვენ ვზივართ და ვსაუბრობთ. საქართველოს ბევრად უფრო დიდი მოვლენა არის გეოგრაფიულად, ვიდრე ელემენტარულად ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაში ეს არის რა და ეს აკადემიის დამსახურებაც არის. დაამთავრეთ, მადლობა. მე ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი მერი თავისი ესე იგი დიდი ზარისხმევით ის საკითხები, რომელიც ჩვენ გვაღელვებს ისტორიის ხაზით, არქეოლოგიის ხაზით, ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა სხვადასხვა კონფერენციებზე გავიტანოთ. ჩვენ გეგმავთ ოქტომბრის დასაწყისში უშუალოდ კონფერენციას, რომელიც შესაძლებელია იყოს გაერთიანებული ისტორიკოსების და ფილოლოგების და ეს კონფერენცია მიეძღვნება როგორც პროფესორ ოთარ ჟორდანიას-სოლნას, ასევე პროფესორ ოთარ ჭურღულიას-სოლნას. ოთარ ჭურღულია ზუსტად ის იყო, ესე იგი, შვიდობის დარგში ელჩი ქართველებს და აფხაზებს შორის, რომელიც იყო ძალიან მისაღები პიროვნება, რომელსაც შეეძლო საკითხები დაესვა როგორც აფხაზებთან, ასევე ქართველებთან. ასევე მე გეთანხმებით, რომ ჩვენ დროზე უნდა ვთქვათ, რომ კი ბატონო, ახლა ვერ შევდივართ, მაგრამ
არის დიდი საშიშროება, რომ როგორც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის წარმოადგენლებს უყვართ ყველაფერი, ნაწილი ქართულის გასაღება იმ ქვეყნის წარმოადგენლობით, ასევე აფხაზებმა დაიწყეს მოგეხსენებათ, რომ ესე იგი მომავალ წელს აკადემიკოს ილია ვეკუას 120 წელი უსრულდება და შესაბამისად ახლა გაახსენდათ აფხაზებს, რომ მაგათ ყოლია დიდი მეცნიერი, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში ეროვნებას მხარს არ უსვამენ, ვინ იყო ილია ვეკუა. იყო ესე იგი შეშელეთ პიროვნება და ამიტომ აქ ბუნებრივი ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია იმ კუთხით ჩავერთვებით ამაში, რადგანაც სოფლიო მათემატიკოსთა კონგრესი ჩატარდება მომავალ წელს თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე, ჩვენი აკადემიას მიიღოს მონაწილე აშებდა აშებდა. ახლა აქ მგონი ქალბატონი ქეთევანი ესწრებათ. ქალბატონ ქეთევან, თქვენ ესწრებით? დიახ, ვესწრები. აი ქალბატონ ქეთევან, თქვენ ცოტა მოგვიანებით შემომძანდით და მე ვეუბნებოდით ჩვენ გვესწრება ესე იგი მეუფე ისაია და ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ის პრობლემები, რაც არის კიდევ უფრო ძაფრი აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ორი, ვთქვათ, აი ესე ვთქვათ, ეპარქია, რომელიც ერთი ეგრეთ წოდებული მიბმული ეპარქია რუსეთთან, თუმცა კანონიკურად დასმულია ილია მეორეს მიერ გულისხმობ აპლიას და მეორე, რომელიც დბარი, რომელიც კავშირშია კონსტანტინოპოლთან და აი ჩვენ ფიქრობთ, რომ ერთობლივად თქვენი ინსტიტუტი უნდა იყოს ის, რომელიც შემოდგომისთვის ერთი ძალიან როგორც თქვენ ჩვევიათ კლასიკური მოხსენებები, რაღაცა ორგანიზება გაუკეთოთ, მეუფე ისაიამ დაპირდა, რომ მიიღებს მონაწილეობას, ასევე მეუფე დანიელთან ჩვენ გვაქვს კავშირი და ისიც და ბევრი სხვა და ჩვენ გვინდა ეს საკითხი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაც არის. თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და მოგესალმებით ბატონებო, დაუპირველეს ყოვლისა ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ მე ძალიან გვიან სამწუხაროდ რაღაც გაუგებრობა იყო და გვიან ჩავერთე თქვენს ასე ვთქვათ საუბარში, მათ შორის პოლემიკაში. ძალიან საინტერესო კითხვები დასვა ქალბატონმა მერიმ, რომელზე პასუხმაც მე ძალიან ბევრ რამეში არქეოლოგიის მიმართულებით გამარკვია. დავეთანხმები ბატონ ალექსანდრეს, რომ არა მარტო აი მან ძალიან სწორად აღნიშნა ქრისტიანობასთან დაკავშირებით, ქრისტიანული არქეოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს მიერ გაკეთებული პროგრამით, რომელიც 10 წელი ფუნქციონირებდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სწორედ ბატონი ვახტანგ ლიჩელი კითხულობდა ამ საგანს და ერთ-ერთი წამყვანი იყო. რადგან ქრისტიანობის ისტორიის და ზოგადად ქრისტიანული განხრების შესწავლა, კვლევა და თვით წარმოდგენაც კი შეუძლებელია ქრისტიანული არქეოლოგიის გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 10 წლეულებია ვიბრძვი და ვერაფრით ვერ დავარწმუნე საპატრიარქო იმაში, რომ სპეციალური ინსტიტუციური ჯგუფი შეიქმნას, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვით, რომლებიც აი ასეთ რეგიონებში, როგორიც არის აფხაზეთი, ისტორიული სამაჩაბლო და სერიოზული პრობლემებია იქ ჯავახეთის მხრივ სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებით, კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ მოხერხდა ვერაფრით
ისეთი თანადგომა ვერ ვიგრძენით და ვერ შეიქმნა ასეთი ჯგუფი. დღეს მე უკვე 5 წელიწადია ისევ საპატრიარქოს დავალებით მუშაობ როგორც სამაჩაბლოს, ასევე აფხაზეთის ქრისტიანული ეგრეთ წოდებული ეკლესიის, იმიტომ რომ ასეთი ეკლესიები არ არსებობდა არც იქით და არც აქეთ, იყო ესენი ეპარქიები და მის ირგვლივ რაც კი ფალსიფიკაცია ხდება აფხაზი მკვლევარების მხრიდან იქნება თუ ოსი მკვლევარების მხრიდან, მათზე პასუხის გაცემა და მეცნიერული არგუმენტაციით დასაბუთება იმისა, რომ ისინი ცდებიან და სიმართლეს არ ამბობენ. სამწუხაროდ 5 წლის მანძილზე მე მათი მხრიდან, არც აფხაზეთის, არც ოსი მეცნიერების მხრიდან პასუხი არ მიმიღია. მაშინ, როდესაც მათ ახასიათებთ უკვე საკმაოდ შეურაცხყოფელი, ასე ვთქვათ, გამოხდომები სოციალურ ქსელში. რასაკვირველია, ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, რომ ეს მიმართულება, რასაც ქვია ქრისტიანობა, რომელშიც ქრისტიანული არქეოლოგია რჩება, იგივე ისტორიის ღვთისმეტყველება გინდა თუ ასე შემდეგ, რომელიც ჩვენთან ისტორიულად არსებობდა და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამაზე არავინ არ ფიქრობს და არც არაფერს არ აკეთებს, ესენი განვითარდეს და აყვავდეს. რასაკვირველია, ასევე მიმაჩნია აუცილებლობად, რომ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში სპეციალური სამეცნიერო კონფერენციები გაიმართოს ახალგაზრდების ჩართულობით, სადაც ხაზი გაესმევა პოლემიკური საკითხებზე კვლევას, როგორიც არის აფხაზეთში, აფხაზეთის ეპარქიის ისტორია თუ თანამედროვე პროცესები, განსაკუთრებით გვაინტერესებს ასევე სამაჩაბლოს მხრიდან. საპატრიარქო განსვენებული ნათელი დაადგეს მის სულს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გამუდმებით ზრუნავდა ამაზე და ყოველ წელს აწყობდა სამეცნიერო კონფერენციებს და მე მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ კონფერენციებში ყოველთვის მიწევდა მონაწილეობის მიღება. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ახალი პატრიარქი საკმაოდ სერიოზულად მიუდგა ამ საქმეს, რაც ბუნებრივია მე და ყველა ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანისთვის მოხარული და ძალიან სასიამოვნო ფაქტი არის, მაგრამ სამეცნიერო აკადემიაში, როგორც ჩვენი, და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, გაიმართოს სისტემატიური კონფერენციები. მივესალმები ბატონი თემურის აზრს, რომ ოქტომბრის დასაწყისში გაიმართოს ასეთი გაერთიანებული ისტორიკოსებისა და ფილოლოგების კონფერენცია, მით უფრო ის, როდესაც მიძღვნილი იქნება ისეთი დიდებული პიროვნების და მეცნიერის, როგორც ბატონი ოთარ შორდანია გახლდათ. ჩემი მხრიდან მე მზად ვარ, რაც კი შეიძლება ვითანამშრომლო უშუალოდ ამ შემთხვევაში ქალბატონ მერისთან, იმიტომ რომ ქრისტიანობა როგორც ინტერდისციპლინარული დარგი მეორე ძალიან დიდი ინტერდისციპლინარულ დარგთან, როგორც გახლავთ ისტორია, თანამშრომლობა და ერთობლივად ასეთი კონფერენციების და კვლევების ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ აი აქ ქრისტიანული დიპლომატიის გზით რაღაცა მოხერხდეს აფხაზებთან და ოსებთან აი ეს თანამშრომლობა, რადგან მე ძალოვნებურად ჩახედული ვარ აი ამ კვლევებში, არქეოლოგიური არაბუნებრივია, არამედ აი ესეთი ისტორიის თუ ქრისტიანობის მიმართულების იმდენად მუქი და შავი ღრუბელია ამ მხრივ, რომ ხანდახან სასოწარკვეთილებას კი მიპყრობს ხოლმე, რომ ოდესმე შეიძლება აი ამ ადამიანს და ამ ადამიანებს და ამ კატეგორიას დაანახო და დააჯერო მეცნიერული არგუმენტებით, ხომ? აი მე პირდაპირ შიშველ დოკუმენტებს და წყაროებსაც კი ვაგზავნი და ვავრცელებ თავის სამეცნიერო კომენტარებით, მაგრამ მათ ამაზე რეაქცია არ აქვს. ჩემი ზღრმარწმენით
არაფერი არ ეშველება ამ კუთხით მეცნიერების განვითარებას, თუ სახელმწიფოს ნება არ ექნა და სერიოზულად არ გაამახვილა ყურადღება საქართველოში მეცნიერებთათვის ხელის შეწყობის კუთხით, რომ იკვლიონ და მივაღწიოთ რაღაცა გარკვეულ შედეგს. ჯერ სახელმწიფომ უნდა გამოხატოს თავისი ნება. ამას მეუბნება მე ის ბოლოდროინდელი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული მათი კვლევები, რომელთა დამუშავება და მასზე პასუხი მიწევს უკვე მე-6 წელიწადი იწყება. სულ ეს იყო, რასაკვირველია გამიგრძელდა ეხლა მე საუბარი, კიდევ ბევრი რამ არის ალბათ სათქმელი, მაგრამ დავასრულებ იმით, რომ რასაც მე მივწვდი და მოვასწარი და ყური მიუგდე ბატონ ალექსანდრეს მოხსენებას, ის ძალიან საჭიროა და ძალიან მისასალმებელია, თუ კი ამ კუთხით რამე წარმატებას მივაღწევთ. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობა. ჩვენს ამ დღეს კონფერენციას ესწრება ჩვენი აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა, ასევე ფაზისის აკადემიის სწავლული დივანი, არქეოლოგი ეკა კარტოზია. მე მახსოვს ბატონ გიამ რამოდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ბატონო გია, თქვენ ხაზზე ხო ხართ? გია კვაშილავა. ბატონო გია. გია კვაშილავა. ჩაერთო, კალბატონო ეკა, თქვენ ხაზზე ხართ? ხო. და იქ ბატონ გიამ გააჟღერა ის, რომ შრიმანის ცნობილი არქეოლოგი, უпростоრეთ არქეოლოგიის მენეჯმენტში იყო, ფაქტურად მისი ბოლო სურვილი ექსპედიცია განეხორციელებინა, ესე იგი სამეგრელოში და ის თხოვდა რუსეთის მაშინდელ იმპერიის ხელმძღვანელობას ამის საშუალება, რომ მოეძებნა აიეტის, ესე იგი, ეს სახლი და ასე შემდეგ. და გია ეთყობა გასულია დღეს მას სხვათა შორის დაბადების დღე, აქ ეთყობა, ესე იგი, ის არის. ჩვენ შეკითხვები სანამ კიდევ იქნება, კოლეგებო, ბოდიში აი ბატონო გია, სტუმრები ბევრი მომივიდა და ვერალაშა. ბატონ გიას ვულოცავ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელით, რომლის წევრი ის არის, რომ მან მათემატიკური სიზუსტით გამოთვალა და მისი დაბადების დღე და მისი უფროსი ქალიშვილის და შუათანა შვილის ემთხვევა დღეს და ამიტომ საპატიო ბატონ გია და მე ვახსენე შრიმანის ბოლო სურვილი არქეოლოგიის კუთხით და ბრძანეთ. ბატონო თემურ, დიდი მადლობა, ძვირფასო კოლეგებო, დიდი მადლობა. დღეს სამწუხაროდ მე მინდოდა ბოდიში, რომ ბატონო ალექსანდრეს ძალიანად ვერ მოусმინე, დასაწყისში კი შემოვედი და თან დაგვიანებით, მაგრამ ბევრი სტუმარი მოგვივიდა, არ ველოდებოდით, საერთოდ არ აღნიშნა მე დაბადების დღეს, მაგრამ ქალიშვილის დაბადების დღეა. ეხლა სანამ თემაზე გადავალთ, ბატონო თემურ, ცოტა გავიხუმროთ. ერთი ქალიშვილი დაბადებულია ჩემ დაბადების დღეს, ეს უკვე იცით, და მეორე ქალიშვილი ჩემი ცოლის დაბადების დღეზე და ესე იგი მათემატიკოსი კვადრატში ხარ. ხო, მაგრამ ბიჭი არის საშუალო არითმეტიკული ამ დაბადების დღეს. ესე იგი მონაკვეთში ჩაჯდა, ხო, მონაკვეთში. ეს უნდა ვთქვა მათემატიკურად. ეხლა ბატონი ალექსანდრესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდება. თქვენ იცით, რომ მას აქვს ორი ხარისხი და ეხლა მესამე ხარისხი არქეოლოგიის მიმართულებით და სამწუხაროა, რომ ვერ მოვისმინე, მაგრამ შინასობრივა დაახლოებით ვიცი ბატონი ალექსანდრეს თეორიული მოსაზრებები. შლიმანთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვა ბატონო თემურ? აი მე ვთქვი, რომ მას აი ბოლო იდეა ჰქონდა, რომელიც ვერ განახორციელა,
თქვენ ხო განაცხადეთ, აი მოკლედ დიახ, გითხარით იმასთან დიახ, დიახ. დაკავშირებით. მოკლედ შლიმანს თქვენ იცით რომ ბიზნესმენი კაცი იყო და გაზრდილი იყო ძველი წიგნებით განსაკუთრებით ჰომეროსის ილიადა და ოდისეას ინფორმაციით გაჟღენთილი და რასაც იჯერებს ადამიანი იმას მერე ქმნის ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა ტროა, მან აღმოაჩინა მიკენი, ტირინისი და კიდევ ორი არქეოლოგიური ადგილი. ეს სოფლის ისტორიის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი იყო და მას კიდე უნდა გაეთხარა კუნძულ კრეტის კნოსოსის სასახლე, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, არ იყო ის დიდი ასაკის, მაგრამ ვერ შეძლო, იმიტომ რომ თურქეთს ჰქონდა კრეტა კუნძული აღებული და ეს მასალები გადაულოცა სერატურევანს და სერატურევანსმა 1900 წელს გათხარა კნოსოსის სასახლე, ანუ 10 წლის გარდაცვლილი იყო შლიმანი. მეორე ოცნება, რაც მან ვერ განახორციელა თავის ვაჟიშვილს წერილში განუცხადა, აიეტის სასახლის გათხრებს ითხოვდა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიის კომისიის წინაშე და ეს წერილები ვნახე მე ახლა ბოლო ხანებში 50,000 გვერდზე ცოტა მეტი არის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არქეოლოგიური კომისია არის ათენში, ათენის არქეოლოგიური კომისია, ანუ ათენის არ არის, ეს ამერიკისა. ეს ყველა ხელნაწერები მისი პირადი მიმოწერის წერილებში არის აღნიშნული სწორედ და აქვე არის კიდევ პასუხი 1882 წლის დეკემბრის თვეში ოფიციალურად მიმართა და 1883 წლის 17 იანვარს მას ძალიან ლამაზი ფორმით უარი უთხრეს ამ გათხრებში მონაწილეობის მიღებაში და მოკლედ ვერ გაკეთდა ეს საქმე და ახლა ფიქრობ ჩვენ ბატონო ალექსანდრე, აი ვინ გამოჩნდება ისეთი პროფესიონალი, ვინც ამ საქმეს განახორციელებს ბოლომდე, რომ კნოსოსის სასახლე ეს არის პასიფაის, ანუ აიეტის დისა და თავად აიეტის სასახლე, რომ არ ვიცით, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ სავარაუდო ვიცით, სად არის. ხო, ეს წინასწარ არ თქვა ბატონო გია, თორემ ესე იგი მოგაკითხავენ. ო, მაგრამ მაინც ვერ მოძებნია თუ ისე სხვათა შორის ევანსი 1900 წელს დაიწყო გათხრა და მიწა რომ შეიძინა ბერძენისგან, ზუსტად იცოდა ის რა ვიცი, ეს ადამიანებს ეთყობა შინაგანად ეძლევა ეს ინტუიციური აზროვნება თუ რაღაცა და პირდაპირ იცოდა სად უნდა დაერტყა ბარი და რომ დაარტყეს პირველად იპოვეს ანუ პასიფაის, ანუ ისა რა ქვია ტახტი, ეს ტახტი ცნობილია როგორც სამართლიანობის ტახტი, შემდეგში ეს ბერძნებმა ასლი დაამზადეს და ასლი გადასცეს ჰაგის სასამართლოს, რომ ისეთი სამართლიანი მოსამართლეები იყვნენ ევროპისა, როგორც იყო პასიფაე და მისი მეუღლე მინოსი. აი ეს ისტორია ბაპატიეთ რომ დიდხანს გავაგრძელეთ. მადლობა ბატონო თემურ და ბოძის გიხდით აი ესეთი მოულოდნელი სიტუაციის გამო. ჩვენ უერთებით ყველას მილოცვებს თქვენ და თქვენი ქალიშვილის და სიკეთე ბედნიერება. მე ახლა მეუფეს თუ რამეს სურს მეუფე აი თქვენი მოსაზრება განსაკუთრებით აი თქვა ისტორიის ხაზით, არქეოლოგიის და განსაკუთრებით კიდევ აი რელიგიის ხაზით და ბრძანეთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. ბატონ ალექსანდრეს მადლობა და დიდი ხანია რაც თავი მახსოვს ბატონ ალექსანდრეს სულ აი ამ საკითხებს უტრიალებს როგორ მოიძებნოს რაღაცა ეს ფონი ადამიანების რაღაც ერთმანეთთან მისასვლელად და ახლობებისთვის და ეს სიძნელეები, სირთულეები, რომელიც არის ჩვენს რეალობაში ეს როგორ შეიძლება რომ გადაილახოს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა ვიცი, მადლობა თქვენ ყველას რომ აი ჩვენს ისტორიას, რომელსაც დაცვა ჭირდება, რომელსაც ისტორიკოსების მეცნიერების ესეთი აუცილებელი შრომა ჭირდება ამ მღელს რომ ეწევით და აი ამ თქვენი ახლა დღევანდელი საუბრიდანაც ჩანს
თუ რამდენი რამ არის გაუკეთებელი და გასაკეთებელი. ვიცი, მოკლედ მე მადლობა, თქვენ დიდი იმითი გისმენდით და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო არის ეს დღევანდელი დღე. დიდი მადლობა მეუფე, ჩვენ ესე იგი ვიცით რომ იმ პერიოდში როცა აფხაზეთში ომი იყო თქვენ ბრძანდებოდეთ მაშინ იქ მეუფე დანიელთან ერთად იცით ეს აფხაზეთი რა არის როგორ არის შიგნიდან იცით სამეგროლოს კუთხიშვილი ბრძანდებით და თქვენი გამოცდილება ყველანაირი როგორც სასულიერო ასევე კიდევ სხვანაირი ჩვენი აკადემიისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და მე როგორც აკადემიის პრეზიდენტი იმ აკადემიის რომელიც დაარსა ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელმა პროფესორ ოთარ ჟორდანიამ ჩვენთვის დიდი სურვილი იქნება თქვენთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდროდ და მომავალშიც კონფერენციები უშუალოდ ისტორია იქნება თუ რელიგია წოდნება თუ სხვა ხაზით ნუ აი თქვენი მონაწილეობა ჩვენთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. გაიხარეთ, მადლობა. ხომ არ სურს ვინმეს ბატონო ნოდარ ხომ არ ბრძანებდით თქვენ აი დაუშვათ არქეოლოგიის ხაზით რა კიდევ თემების აწევა უნდათ იმ ეგრეთ წოდებულ და შეიძლება ვინმე არის იქ მართლაც ცნობილი არქეოლოგი არ ვიცი ახლა მე მახსოვს გვარი გუმბა მაგრამ ახლა უშუალოდ ვინ ატარებს ამ სოხუმის სანაპიროს ისა ვერ გეტყვით ხომ არ გვეტყვით მაინც ვინ ვის ხელმძღვანელობით ტარდება იქ ვიცი სანამ ცოცხალი იყო ალექსანდრე სკაკოვი ვიცი რომ ეს უშუალოდ არა მაგრამ ის პატრონობდა ამ საქმეს ეს კაცი იყო რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ხო ერთ-ერთ მის ნაშრომზე მე და ბატონო ზურაბ პაპასკირმა ერთად დავწერეთ პასუხი იმის მერე მობზანდა ჩვენთან თანაც იცოდა რომ აფხაზეთში ეს მისი ვიზიტი არ იქნება მაინც და მაინც მიღებული ასე ვთქვათ დიდი სიხარულით მაგრამ მაინც მოვიდა და ბევრი რამ თქვა უკვე სხვანაირად ვიდრე ეწერა მის ნაშრომში აჰა იმის მერე სამწუხაროდ გარდაიცვალა ეს კაცი არა და მასთან შეიძლებოდა დიალოგის გამართვა ასე თქვა ეხლა მე რაზე ვფიქრობ აი სანამ გისმენდით ბატონო ალექსანდრე აქ იყო მოყვანილი ისეთი მაგალითები ფრანგები გერმანელები სომხები აზერბაიჯანელები ისინი მტრობდნენ მაგრამ ეხლა თანამშრომლობენ მაგრამ საქმე იმაშია რომ მათი თანამშრომლობა დაიწყო მხოლოდ მაშინ როცა ერთ-ერთმა მხარემ აღიარა თავისი დამარცხება ცხადია ჩვენ ამაზე წამსვლელები ჯერ არა ვართ ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობა არის იქიდან მე როგორც თქვი ინტერნეტში მაქვს ზოგჯერ ურთიერთობა იმ ხარესთან აფხაზებთან არის ესეთი მომენტი აერ გვაღიარეთო ვიცითო რომ რუსები ჩვენ არ გაგვახარებენ მაგრამ ჯერჯერობით ნომერ პირველი საფრთხე ხართ თქვენ ჩვენთვისო აი გვაღიარეთ და მაშინ ვითანამშრომლოთ მაშინ მათ შორის არის ესეთი ფრთხილი მინიშნებები რომ შეიძლება რუსების წინააღმდეგაც არ ვიცი აი ამ ხრივ არის ერთი ძალიან დიდი შეფერხება ამიტომაც მე რო გამახსენდა ეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასია შეიძლება გამოვიყენოთ ისინი ერთგვარი შუამავლების როლში ჩვენთან მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტში არის ორი პიროვნება მაგალითად რომლებთანაც აქ ან კავშირი ან სამეცნიერო კავშირი ან პირადი კავშირი მხარესთან გურამ მარხულია ბატონი კობა ოკუჯავა შეიძლება მათი პოტენციალიც გამოვიყენოთ
განსაკუთრებით ინგუშების. ინგუშები, ინგუშები ცენტრალური კავკასია, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიას მე გამოყოფ, იმიტომ რომ აფხაზთა მონათესავე ხალხები ცხოვრობენ იქ. ხო, იქ უფრო გაჭირდება იქ, თორემ იმიტომ რომ ისინი მაინც ცალსახა პოლიტიკურად აფხაზების მხარეზე არიან. არ ვიცი, ბოლო დროს ჩვენ სასარგებლოდ იქ გარკვეული ძვრები იყო. ეს თქვენ იაგანოვს გულისხმობთ, იაგანოვს. მათ შორის. აი, გასაგე ერთეულობის შემთხვევაში, რაც ვაღიარეთ ჩერკესთა გენოციდი, განსაკუთრებით მათ დიასპორაში. ჩვენ სასარგებლოდ სერიოზულად შეიცვალა აზრი. კი ბატონო. დიასპორაში გასაგებია რატომ? იმიტომ რომ ისინი უფრო თავისუფლები არიან გნობების გამოხატვაში. კი ბატონო, ბატონო ისა ნოდარ ჩვენ ახლა დღეს რაღა მიზეზების გამო ითქვა აქ ხათუნა ვერ ესწრება, თორემ ჩვენთან აკადემიაში არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, ერთ-ერთი პოლიტიკის მეცნიერების და ფსიქოლოგიის შემდეგ, ჩვენ ასევე ამ საკითხზე და ბევრ სხვა საკითხზე, რაც უშუალოდ პოლიტიკურ იმას, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთ მე იურისტთან 20 წლის წინ დავწერეთ მოდელი მომავალი, ესე იგი აფხაზეთის პარლამენტის სტრუქტურა და ესე კომპეტენცია და ბევრი სხვა საკითხი ჩვენ ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. აი თქვენ რა ბრძანეთ? აი აღიარებას, ასე ბუნებრივია რომ ეს ახლა უმრავლესობისთვის მიუღებელია, ერთი ვისთან წავაგეთ რუსეთთან, გასაგებ, მაგრამ საუბარი ზოგადად ეს აუცილებელია ზოგადად და თუ ჩაერთვებიან ჩრდილოეთ კავკასიის ექსპერტები და თქვენ დაგვეხმარებით ამაში ძალიან კარგი იქნება და ქალბატონ მერის მე კიდევ ვთხოვ რომ მაქსიმალურად ინსტიტუტში თუ მისი სურვილი იქნება აი ესეთი მწოდნე ხალხი იყოს ჩვენთან აკადემიაში. ბატონო ალექსანდრე, ხო არ გსურთ შეაჯამოთ თქვენი მოიხსნა? დიახ, ანუ დიდი მადლობა. მე ხალბატონ ქეთევანის ასე ვთქვათ, გამოსვლას მინდა გამოვეხმაურო კონკრეტული ინიციატივით. ეხლა გასაგებია რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ შეგვიძლია ჩასვლა იქ და დაუშვათ ჩართვა უშუალოდ რაღაც კვლევებში ამ ეტაპზე, მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. ესე იგი, ვინ შეგვიშალა ჩვენ, ან ვინ დაგვიშალა ჩვენ, ან რა ბარიერი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ მოვიწვიოთ მაგალითად გალელი ახალგაზრდები და ჩავთოთ ისინი არსებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში მოხალისეებად საქართველოს ტერიტორიაზე. არავინ, არ ამგონია. ესე იგი, თუ ჩვენ ფაქტობრივად ჩავატარებთ პოლიტიკას, ესე ვთქვათ, იმ მოსახლეობასთან, რომელიც იქ არის, თუ ჩვენ დევნილებს მოვამზადებთ ფაქტობრივად, დევნილებს ჩავთავთ აფხაზეთიდან აი ამ პროცესში, ხო? იცით, ეხლა ცარიელ ნიადაგზე მე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ პრაქტიკული გამოცდილება მაქვს, მე შემიძლია მოგიტანოთ თქვენ ერთ-ერთი ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი მე ნატყორის გათხრების 2004-2005-ში. ეს ძეგლი არის ფაქტობრივად კახეთში, თელავიდან 6 კილომეტრში. იცით, დაკავშირებული იყო ეს ძეგლი მეფე არჩილის ისტორიასთან. მე-8 საუკუნე მეფე არჩილი და მეფე მირი, ეს ის მეფეები არიან, ვინც ლეონთან ერთად ფაქტობრივად დაამარცხეს არაბები. ხელისლის ბრძოლა და ანაკოფიის ბრძოლა და ეს თემა. აი ამ გათხრების პროცესში ჩვენ ვერ ჩამოვიყავით იქ აფხაზეთიდან ახალგაზრდები, ანუ გალელები ყავდა, მაგრამ ის იქითა ვერ ჩამოვიყავით, მაგრამ ცხივალის იქითა ჩამოვიყავით. ეს რეალური ფაქტი არის. სხვა შორის ბატონმა ვახტანგ ჯაფარიძემ მოგცა უფლება მაშინ გათხრების ხელმძღვანელობდა მაშინ თქვა ბატონ ვახტანგი ინსტიტუციას, ხო? ეხლა ორი მიმართულება, რატომ არის მნიშვნელოვანი, რატომ იყო ნატყორის ძეგლის გათხრება? იმიტომ რომ მეფე არჩილი ფაქტობრივად ნათელი წერტილი არის ისტორიული მათთვის მეფე ლეონთან მიმართებაში და მეფე მირი, ეს სამი დიდი მეფე ფაქტობრივად, ხო? იმიტომ რომ ერთობლივი გამარჯვება იყო არაბებზე, ხო? ესე იგი,
შესაბამისად, ესე იგი, ეს არის ის ისტორიული მეხსიერების გარკვეული ელემენტები რა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მაგალითად ის, რომ ის პროცესები ექსჰუმაციის და ასე ვთქვათ, რომელშიც უშუალოდ ვიყავით ჩართულები ჩვენ ფაქტობრივად ხელს უწყობდით, ჩემი ორგანიზაცია ხელს უწყობდა მოლაპარაკებების წარმოებას ტყვეების და მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით ამ კონფლიქტების დროს და შემდგომში კიდე დაღუპულთა გადმოსვენებაზე და არაერთი ორგანიზაციული ერთეული არის შექმნილი, ესე იგი, ამ მიმართულებით და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხეების დადგენას და რაც ახლოს არის ამ პრობლემასთან. რატომ ვიძახი ახლა მე ამას? იმიტომ რომ ბექგრაუნდი გამოცდილება საქართველოში გარკვეული არსებობს რა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ინსტიტუციონალიზაცია, როგორც ხალბატონმა ქეთევანემ ძანა, ესე იგი, ეს მისი ბრძოლა იმისთვის, რომ ინსტიტუციონალური სტრუქტურები შეიქმნას ქრისტიანული არქეოლოგიის მიმართულებით, დივერსიფიცირება მოხდეს, უწყებრივი, დარგობრივი დივერსიფიცირება, რატომ არ უნდა არსებობდეს, ესე იგი, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ხო დიპლომატიის მუზეუმია. უნიკალური აღმოჩენები აქვს ქართულ არქეოლოგებს, ესე იგი, ქეთი დიღმელაშვილს და სხვებს, ესე ვთქვათ, რომელიც უშუალოდ, ასე ვთქვათ, დიპლომატიის, საქართველოს დიპლომატიის ისტორიას შეეხება და ასე ვთქვათ, ხო? რატომ არ უნდა გქონდეთ ინტერესი სხვა უწყებას ისევ და ისევ ვიძახი. ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რაღაცა. მე ამ შედეგების შეჯამების შემდეგ ფაქტობრივად წარუდგენთ ხალბატონ მერი გაბედავასაც, ბატონ თემურსაც და ალბათ ხალბატონ ხათუნასთან ცალკე, იმიტომ რომ მხოლოდ არქეოლოგიას და ისტორიას არ ეხება, ხო? ჩემ მოსაზრებებს კონკრეტული პროექტების თაობაზე და ბატონ ნოდარსაც თუ ხდება სურვილი რომ ჩვენ გავაგრძელოთ ინტენსიური თანამშრომლობა, მე მხარს დავუჭერს ყველანაირად, იმიტომ რომ მეც გამაჩნია ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები, კონტაქტები და შესაძლებლობები. დიდი მადლობა. უკაცრავად, ბატონო თემურ, თუ შეიძლება რამდენიმე ჯერ მინდა დავიწყო, რომ მივესალმო გამორჩეულად მეუფე ისაიას, ესოდენ დაინტერესებით აი ამ ჩვენ შეხვედრაზე და ამ სამეცნიერო კვლევებზე და მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის და მინდა დავპირდე, რომ ჩემის მხრივ, როგორც მეცნიერის და მკვლევარის მხრივ, თუ კი რაიმე შეიძლება რომ გავაკეთო იმ რეგიონის მიმართ, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, მე ყოველთვის მზადა ვარ ამისთვის. რაც შეეხება ბატონო ალექსანდრე, აი ისეთ რა არის დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩემთან უნივერსიტეტში მოვიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, 5 კაცი იყვნენ, ისე უფრო ბევრი იყვნენ როგორც ჩანს, მაგრამ ეს წარმომადგენლობა მოვიდა ჩემთან და უნდათ დაედგინათ ერთ-ერთი ტაძრის ისტორია, რომელიც პატარა ეკლესია ყოფილა იქ, მე არ ვიცოდი ეს წმინდა ბარბარეს სახელობის და მათ უნდათ აღდგენა ამ ეკლესიის. და უნდათ სოდნოდათ რამდენად მართებული იყო ამ ეკლესიის ფუნქციონირება. რასაკვირველია, მე ჩემის მხრივ რაც შეიძლებოდა დავეხმარე, მათ შემომჩივლეს, რომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, იქ აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან და აფხაზი მოსახლეობის საშინელ ზეწოლას განიცდიდნენ. იმის შემდეგ მე ახალგაზრდები არ მინახია, ამოქმედდა ეს ეკლესია და უდიდესი საქმე გააკეთეს. ეხლა რაც შეეხება აფხაზეთიდან ახალგაზრდობის აქ მოწვევას, თქვენ კარგად იცით, რომ მეცნიერის კომპეტენციაში ეს ვერაფრით ვერ ჯდება. ამაზე მე არაერთხელ დავსვი ეს საკითხი, სხვათა შორის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მაგრამ ეს ისევე როგორც წინა რაც მოგახსენეთ, არავინ არ გაითვალისწინა, რომ ეს ძალიან საჭირო საქმე იყო. თუ კი ამაში რასაკვირველია ჩაერთვებიან ის ორგანოები, რომლებსაც ხელეწიფებათ ეს, რასაკვირველია ჩვენ მზად ვართ ამ საქმისთვის. მე შემიძლია პროექტიც კი შევადგინო. სხვათა შორის აკადემიამ ძალიან კარგი საგრანტო პროექტი მოამზადა, რომელიც სწორედ ამ საკითხებსაც ითვალისწინებდა, მაგრამ არც ეს პროექტი, ეს დიდი
საგრანტო პროექტი არავის არ დაუმტკიცებია. ამიტომ აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ყველა უნივერსიტეტში, სადაც კი დავაარსე, ჩემი ხელმძღვანელობით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გორში, თბილისში, თუ წმინდა თამარ მეფის სახელობის, თუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ქუთაისში არც ერთი აღარ დაამტკიცეს. სადაც კი ქრისტიანობა გაისმა და ისტორია ყველგან ის დახურეს. ახლა რანაირად შეიძლება მე მოვითხოვო ყველაფერი ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი. ეს გამორიცხულია და ამიტომ თქვი მე, სანამ ხელისუფლებას ნებას არ გამოხატავს თვითონ აი ასეთი საკითხებზე მეცნიერებს დაუდგეს გვერდით და ხელი შეუწყოს იმ სასიკეთო საქმეს, მანამდე არაფერი არ ეშველება ამას. მერთმა ქნას რომ მე ამაზე ვცდებოდე. ისე კი წეღან რაც რითიც დავიწყე დავამთავრებ. ეს იქნება აფხაზეთის საკითხი თუ ეს იქნება ისტორიული სამაჩაბლოს საკითხი და მე დავპირდი, ხო, სახალხოთ აგერ მეუფეს ჩემი მხრიდან. მე ყოველთვის მზად ვარ, რომ მათ გვერდში დაუდგე ეკლესიის ასე ვთქვათ დასაბუთება იმისა, რომ ეს ქართული ეკლესია, ქართული არტეფაქტებია, თუ ქრისტიანოს უგულისხმობ, რაც საკვირველია, მე ყოველთვის ვარ ამისთვის მზად. ახლა მინდა ასევე ბატონ გიას მიულოცო დაბადების დღე, მას და მის ოჯახს, მის ქალიშვილს უსურო წარმატებები და ჯანმრთელობა ცხოვრებაში და თქვენ ყველას დიდი მადლობა აი ასეთი სასიამოვნო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მადლობა, ქალბატონო კეთევან, მადლობა. ჩვენ დიახ, ბატონ გიას მეც ულოცავ იუბილეს და ალბათ ძალიან დიდი მადლობა ესეთი თავისი სიტყვებისთვის. რაღაცა ახალგორში როცა ვიყავი 2 წელი და 7 თვე მომიწია ხოლმე იქ ყოფნამ და იქ ახალგორში იყო ერთი ეკლესია, რომელიც აღდგენასაც ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ მე ამ მოგვისწრო რაღაც კედლების რაღაცა ფრაგმენტები იყო, აი თითქმის არც ჩანდა ისე და ხო და მე მათ ერთადაც მათ დააშენეს ამას ამ კედლებს ნაგებობა და რაღაცა რაღაცა შეიძლება ჯობია არ ჯობია როგორ არის რაღაცა აბანოს უფრო გავს მეთქი ესეთი განცდა მქონდა ვიდრე ეკლესიას თავის დროზე თუ იქნება მშვიდობა როდისმე და თუ გვექნება ამის ძალა და უფლება ალბათ რაღაც შეიცვლება ალბათ ეს ადრესისა და მეც რაღაცა მაშინ რაღაც ვეღარ მივხვდი, თუმცა რა უნდა რა როგორ შეუშლიდა კაცი ხელს თქო ამასაც ვფიქრობ, მაგრამ რაღაცნაირად მოკლედ რაღაც ესეთი თავგადასავალი კი მქონდა იქ. მე შემიძლია რომ ამ კადრის შესახებ რა ვიცი სურათი გადავიღოთ, გაჩვენოთ და ეს უმიყოთ აი საქმის კურსში შეიძლება პირველად გესმით ეს ამბავი არ ვიცი. ხალბატონ კეთევანს ესე იგი ჩვენ მეუფე ჩვენ აი თანამშრომლობა გვექნება და ჩვენ ყველანაირად ხალბატონი კეთევანი ისეთი დონის მეცნიერია თან რომელიც სიღრმისეულად იკვლევს ყველაფერს და თქვენ აერთიანებთ თქვენ ფაქტიურად აფხაზეთში მოღვაწეობდით და ფაქტიურად აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონიდან მზადებით და ახლა მოღვაწეობთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე უბანში საქართველოს, სადაც ყველაზე მეტად მართლმადიდებლობას უჭირს აფხაზეთთან ერთად და ამიტომ ყველა ქართველის ვალია შედლების დაგვარა თქვენს გვერდი და ქართული ესე იგი საქართველოს გვერდი და მათ შორის სამაუციკულო
მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით დავდგეთ როგორც ესე იგი მრევლი და როგორც პიროვნებები. ბატონო გია, სამაჩაბლოს ეპარქიაში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ამ ეტაპზე გულისხმობა, ვიდრე აფხაზეთში. ძალიან მძიმე მდგომარეობა იქ. მე ხარ რომ აი ამ ინფორმაციებით რომ ვიხედები ღრმად, მძიმე მდგომარეობა და რასაკვირველია, იქ ყოველი ტაძარი, რომელიც შელახულია ჟამთა ვითარების გამო თუ არ გარკვეული პიროვნებების გამო, მისი აღდგენის უფლებას თუ რაღაცნაირად მოვიპოვებთ, ამას სჭირდება უპირველეს ყოვლისა მეცნიერული დასაბუთება, რომ ის ქართულია ეკლესიურად, ხუროთ მოძღვრულად, არქეოლოგიურად. სხვათა შორის ასე დავამტკიცეთ მეუფე ანდრიასთან ერთად გორის ეგრეთ წოდებული ყოფილი კათოლიკური ეკლესია, დღეს რომ საკათედრო ტაძარია, ხომ? არქეოლოგები და იმათ ხელოვნებათმცოდნეებით დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ეს იყო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელზედაც მე-19 საუკუნეში რუსეთის ხელისუფლებამ მიზან მიმართულა ზედ დააშენებინა მისიონერებს აი ის ტაძარი, რომელიც დღეს იქ დგას. ისე რომ აი ამაშიც მე მზადა ვარ, რასაკვირველია, უნდა ინახოს და ჩამოყალიბდეს ამაზე აზრი, რატომაც არა. რაც ჩვენია და იქ ყველაფერი ჩვენია, ფაქტია, ეს უნდა მეცნიერულად დავასაბუთოთ და ბრძოლა და დანარჩენი უფალმა იცის. კი ბატონო, ძალიან კარგი. აი არქეოლოგიაზე მქონდა აი ბატონ საშას და ეს თავისი მოხსენება და ეს არქეოლოგია არის ალბათ თავისებურად ისიც ესე აი ისტორია, აი თანამედროვე ისტორია, თავგადასავლები, რომლებიც აი გადახდათ ხოლმე ადამიანებს აი ამ დროს და იქ არის რაღაც ისეთი ისტორიებიც არის ალბათ რომელიც კარგ მაგალითებსაც დაგვანახებს ხოლმე ამ ესეც ჩასაჭიდი არის ალბათ და ნუ საერთოდ აი როგორ იცვლებოდა ეს აი ამ თვეების და წლების მანძილზე იქ ადამიანების ყოფა და ცხოვრება და აი დღევანდელობაში როგორ არიან. მაგრამ ისე თავგადასავლებია და ისტორიები არის, აი რაღაც ესეთი ფილმის სიუჟეტები გეუბნება ხოლმე ადამიანს. მადლობა ყველას. მე მგონი უკვე ბოლოსკენ მივდივართ, ვინმე სხვა არ სურს კიდევ საუბარი და ჩვენ შეხვედრას ჩაწერილია, მე YouTube-ზე გავატარებ და ლინკებს ყველას დაგიგზავნით. მე მგონი კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ ბატონი ალექსანდრეს მოხსენებისათვის, განსაკუთრებული მადლობა მეუფე ისაიას და ყველა თქვენთაგანს, ვინც ესე იგი ამ პრობლემით ხართ დაინტერესებული, სუნთქავთ ამ პრობლემით, რადგანაც თუ თქვათ არის საკითხები, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ხვდება, ჩვენ როგორც მეცნიერები, რომელსაც არ აქვს არავითარი ვთქვათ მატერიალური ფინანსური საშუალება, მაგრამ გვაქვს ესე იგი გონებრივი საშუალება, ჩვენი დასკვნებით, ჩვენი ესე იგი მეცნიერული კვლევებით, ნუ საერთო ქართულ საქმეს, საქართველოს საქმეს უნდა ესე იგი მოვახმაროთ. ამიტომ ყველას დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ როგორც გითხარით, ოქტომბერში გავაგრძელებთ კონფერენციებს და ესე იგი ერთობლივად ჩვენი აკადემია, წყუმა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ფაზისის აკადემია, რომელთა ჩვენ ესე იგი თანამშრომლობთ, ასევე ალბათ რაღაცა საკითხები ერთობლივი გვექნება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად, მათ შორის ილია ბეკუას მომავალი წლის ასოციაციისთან, ბევრი სხვა საკითხი და ჩვენ რაც შეგვიძლია მეცნიერებს ის უნდა გავაკეთოთ, არ დავიშუროთ, როგორ დაიხარჯა პროფესორი ოთარ ჟორდანია სამეცნიერო პედაგოგურ ასპარეზზე 100%-ით, ასევე ჩვენც უნდა ვეცადოთ, მეტი ჩვენ სხვა არაფერი არ შეგვიძლია, დანარჩენი უკვე სახელმწიფომ მხარში უნდა ამოუდგეს ყველა ნორმალურ ქართულ ესე იგი საქმეს და შეუწყოს ხელი. დიდი მადლობა ყველას და ამით დღევანდელი შეხვედრა დავამთავროთ. კარგად ზანდებოდეთ. სიხეთე ბედნიერება თქვენს ოჯახებში. დიდი მადლობა. პაკა. მადლობა. ალოცილი და გახარებულები ვიყოთ და შეგვაძლებინოს უფალმა მრავალი საქმეების გაკეთება. გაიხარეთ. მადლობა, დიდი მადლობა, იხარეთ. მეუფე იხარეთ ბატონო თემი. დიდი მადლობა.